საღამომშვიდობის პირდაპირ ეთერშია ქრონიკა 8 საათზე ახალმოდის ნანა ლეჟავა და ლევან ჯავახიშვილი გაგაცნობთ. საღამომშვიდობის გამოშვებაში დღეს ნახავთ. აქციები, დაპირისპირებები, დაკავებები, პოლიტიკოსების სასულიერო პირები და მოქალაქეები. ისაც ავიწყდება რას ნიშნავს ქართველობა ამ ადამიანებისთვის, გვინდა ეს საზეიმო მსვლელობა. მე ვემიჯნები ზალადობას, მაგრამ არ მინდა ნარკო ლეგალიზაცია. თავისთვის აღნიშნო ვინუს მარად პროპაგანდას ნუ გაუწევე. ვინ რას ითხოვს და რას აღნიშნავს 17 მაისს? ამაღლების დღესასწაულის, ოჯახის სიწმინდისა და ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს. გადადებული მასშტაბური აქცია და სპონტანური პერფორმანსები. გადავწყვიტეთ, რომ არ ჩავბონდით ამ რაღაც ბინძურ თამაშებში, რომელიც შეძლო იქ მომხდარიყო. ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გააღვივა მიუღებლობა სტიგმატიზებული ჯგუფების. ჩვენი მთავრობა ბოლომდე იყო მომზადებული თითოეული მათგანის უსაფრთხოება უზრუნველეყო. დაცულია თუ არა საქართველოში გამოხატვის უფლება. 41 ორგანიზაცია ბავშვებზე ძალადობის წინააღმდეგ მთავრობას კონკრეტულ გადაწყვეტილებებს თხოვს. ბულინგი ხდება სხვა საფუძვლებითაც, განსხვავებული რელიგიური შეხედულების, სხვა ნიშნების გამოც. რამდენად მწვავეა საქართველოში დღეს ბავშვთა ჰომოფობიური ბულინგის პრობლემა. ვინ მიიღებს მრავალშვილიანი მშობლის სტატუსს? ეს არის ის სამიზნე ჯგუფი სახელმწიფოსთვის, რომელზეც უნდა მიიმართოს მთლიანად სახელმწიფო პოლიტიკა. უნდა იყოს კანონები, რომ ეს მრავალშვილიანებს დაეხმაროს, მერე თვითონ გაარკვევენ, როგორი დახმარება ეკუთვნის 4 შვილიანს თუ 10 შვილიანს. პარლამენტმა ახალი ინიციატივა პირველი მოსმენით დაამტკიცა. კონგო ებოლას ვირუსის პირისპირ. ინფიცირებულების უმრავლესობა საავადმყოფოებში არ არის მოთავსებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აფრიკის კონტინენტზე ჯერ კიდევ არალიცენზირებულ ვაქცინას აგზავნის. მოდი ღამე მუზეუმში. დამთვალიერებლისთვის ყველა საექსპოზიციო დარბაზი იქნება უფასო. მუზეუმების დღეს საგამოფენო სივრცეები დამთვალიერებლებს მთელი ღამის განმავლობაში უმასპინძლებენ. ამ წუთებში მთავრობის კანცელარიასთან LGBT თემის უფლებადამცველები ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. თავად თემში აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად ეს აქცია მაინც შედგა. მონაწილეთა ერთი ნაწილი ადგილზე სამართალდამცველების ორგანიზებით სპეციალური ავტობუსებით მიიყვანეს. კანცელარიასთან მისასვლელი გზები პოლიციას სპეციალური კორდონებით აქვს გადაკეტილი, ვინაიდან პარალელურად რუსთაველის გამზირზე ამ დროისთვის ქართული მარშის აქცია იმართება. ეს ადამიანები აქ იმისთვის შეიკრიბნენ, რომ არ უშუალ ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართული აქციის ჩატარება. დავიწყებთ კანცელარიით, სადაც როგორც უკვე გითხარით, LGBT თემის უფლებადამცველები არიან შეკრებილები, მათ უსაფრთხოებას პოლიციელები იცავენ. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე სახალხო დამცველის წარმომადგენლები, დიპლომატები და სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წევრები იმყოფებოდნენ. ლევან ჩუგოშვილი გვეტყვის ახლა პირდაპირ ეთერში, რა სიტუაციაა აქციაზე. მთავრობის ადმინისტრაციასთან ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქცია, როგორც კადრშიც ხედავთ, ამ წუთებშიც მიმდინარეობს, იმის მიუხედავად, რომ გუშინ არასამთავრობოებმა ოფიციალურად გააკეთეს განცხადება იმის შესახებ, რომ ეს აქცია საღამოს 7 საათზე აღარ გაიმართებოდა, შეკრება მაინც შედგა და ძირითადად ამას ჰქონდა თვითორგანიზების ხასიათი. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სპეციალური ავტობუსებით მოიყვანეს LGBT აქტივისტები მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, იმის მიუხედავად, რომ ამ ტერიტორიაზე დაანონსებული იყო კონტრაქციებიც, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა არ შემოუშვეს ამ ტერიტორიაზე ის ადამიანები, ვინც გეგმავდნენ კონტრაქციების გამართვას. აქედან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სწორედ ამ გზით მათ თავიდან აირიდეს რაიმე სახის დაპირისპირებები. რაც შეეხება თავად აქციას, უკვე გაკეთდა სპეციალური განცხადებები LGBT აქტივისტებმა, ასევე არასამთავრობოებმა მიმართეს აქ შეკრებილ ადამიანებს და მათ განაცხადეს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ იმის მიუხედავად, რომ არსებობდა გარკვეული ბარიერები, ეს შეხვედრა მაინც შედგა და 17 მაისს ქვეყანაში აღინიშნება როგორც ჰომოფობიის საწინააღმდეგო დღე. ძირს ჰომოფობია, ტრანსფობია, ბიფობია. ჩვენ აქ მცხოვრები მოქალაქეები არ მოგცემ შესაძლებლობას, რომ დათესოთ ერთმანეთის ზიზღი. აქ ყველა იქნება თანასწორი. ჩვენ საქართველოში მცხოვრებმა, ლესბოსელებმა, გეებმა, ბისექსუალებმა, ტრანსგენდერებმა და ქვიარ ადამიანებმა პირველ რიგში საკუთარი შიშები უნდა დავამარცხოთ. შიში იმისა, რომ ყველაზე ახლობელი ადამიანები კრავენ ხელს.
ამ წუთიერი კომფორტის დაკარგვის შიში, ვიდრე ჩვენ თავად არ ვაღიარებთ საკუთარ უფლებას, ვიცხოვროთ სავსე, ბედნიერი ცხოვრებით. ვერავის დავაჯერებთ იმაში, რომ ჩვენ ეს უფლება სხვებთან თანასწორად გაგვაჩნია. ყველაზე საწყენი ჩემთვის არის ის, რომ მე ადამიანს, რიგით მოქალაქეს, რომელიც აქვთ გავარჩევი უფლებებისთვის, თავისუფლებისთვის, მიწევს ავტობუსებით მოსვლა, ბარიკადების გამოვლა. ავტობუსით მოხვედით თქვენ? კი, მე პირადად ავტობუსით მოვედი და მიწევს ამ ბარიკადების გამოვლა, მხოლოდ იმის გამო, რომ ვიდგე ჩემი უფლებებისთვის და თავისუფლებისთვის. რეალურად მართლაც გვაქვს ძალიან ძალადობრივი გარემო, ბოლო პერიოდში რაღაც ნიშნები იკვეთებოდა იმის, რომ აი ეს განწყობები კიდევ უფრო გაზრდილია, ამიტომ მე მესმის იმ ადამიანების, ვისაც უჭირს აიღოს პასუხისმგებლობა ადამიანების უსაფრთხოებაზე ამ კუთხით. თუმცა მე პირადად როგორც მოქალაქე ვიღებ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას და ვთვლი, რომ ეს მაინც ის სივრცეა, რომელიც არ უნდა დავთმო და აუცილებლად ვიდგე აქ. რა ძალადობას, ნებისმიერ ძალადობას და იმედია, რა ვიცი, ხალხი დაინახავს და რომ ვართ აქ. გვემხრობით სიმშვიდეს და გვინდა ყველა ადამიანმა უბრალოდ მშვიდად იცხოვროს საკუთარ ქალაქში. პოლიცია საკმაოდ მობილიზებულია, მაგრამ იმიტომ რომ დაძაბულობა არის, მაგიტომ მოვედით რომ გავაპროტესტოთ ეს დაძაბულობა, რომელიც წესით არ უნდა იყოს. მთავრობის ადმინისტრაციასთან ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციაზე ამ დროისათვის იმყოფება ასობით ადამიანი. აქციის მიმდინარეობას კი აკვირდებიან დიპლომატები, სახალხო დამცველის წარმომადგენლობა, ასევე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. მათ მიაჩნიათ, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის 17 მაისის, როგორც ჰომოფობიის საწინააღმდეგო დღის აღნიშვნა. მათ შორის მედიისთვის საგანგებო განცხადება გააკეთა დღეს ჰოლანდიის ელჩმა, რომელმაც განაცხადა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის, რომ ექსცესების გარეშე მიმდინარეობს საპროტესტო აქცია და მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს მოახერხა რაიმე სახის დაპირისპირებების თავიდან არიდება. I'm very glad that I'm here. ძალიან მიხარია რომ აქ ვარ, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია რომ ჩვენ აქ ერთად ვართ და ორმაგაც ასიხარულოა ის რომ აქ უსაფრთხოების შეგრძნება გვაქვს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ადამიანები, რომლებიც აქ არიან შეკრებილები, თავს უსაფრთხოდ და თავისუფლად გრძნობენ. ვიმედოვნებ რომ მომავალ წელს ამ დღეს უფრო მასშტაბურად და თავისუფლად აღნიშნავთ. კმაყოფილი ვარ შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობით, რომელმაც დღეს აქ უსაფრთხოება უზრუნველყო. სახალხო დამცველის პრაქტიკა ცხადყოფს, რომ LGBT ადამიანების მიმართ ძალადობას და სხვა ტიპის უფლებადარღვევის შემთხვევებს საკმაოდ ხშირად აქვს ადგილი და პრობლემურია ისიც, რომ საზოგადოებაში დამკვიდრებული შეხედულებები თუ წინასწარ განწყობები ხშირად ხდება დისკრიმინაციის თუ სხვა ტიპის ჩაგურის განმაპირობებელი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ სახელმწიფომ გაატაროს ყველა ღონისძიება, არა მხოლოდ კონკრეტული თარიღის, არამედ ზოგადად ქვეყანაში არსებული დამოკიდებულებების და შეხედულების ცვლილებებისათვის. როგორც ჰომოფობიის საწინააღმდეგო დღეს, ასევე ნებისმიერ დღეს ქვეყანაში გარანტირებული იყოს ყველა ადამიანის გამოხატვის თავისუფლება და შეკრების თავისუფლება, რა თქმა უნდა, მშვიდობიან არაძალადობრივ ფარგლებში. და როდესაც ადამიანები მშვიდობიანად ძალადობის გარეშე გამოხატავენ თავის პოზიციას, სახელმწიფო უნდა იდგეს მოწოდების სიმაღლეზე და იცავდეს ამ გამოხატვას. ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქცია უკვე დაახლოებით 1 საათია, რაც მიმდინარეობს მთავრობის ადმინისტრაციასთან. აქ ცოტა ხნის წინ ასევე მოვიდნენ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. ოპოზიციის წევრებს მიაჩნიათ, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის ამ დღის აღნიშვნა. როგორც ამ წუთებში მე უკვე კადრში ვხედავ, ხალხი გარბის ერთი მიმართულებით, ჩემთვის ჯერჯერობით უცნობია საით მიდიან ეს ადამიანები, თუმცა მე ვხედავ, რომ გარკვეული რაოდენობა ადამიანების გარბის მთავრობის ადმინისტრაციის მარცხენა მხარეს და ისმის ხმაური, თუმცა ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობია რა გახდა ამ ადამიანების წასვლის მიზეზი იმ ტერიტორიიდან, სადაც ჯერ კიდევ რამდენიმე წუთის წინ კეთდებოდა განცხადებები და აღინიშნებოდა ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქცია. ჩემთვის ჯერჯერობით უცნობია, ხომ არა აქვს ადგილი რაიმე სახის დაპირისპირებებს, ჯერჯერობით მე ვერ ვხედავ. ასევე თქვენ შეგიძლიათ რომ ნახოთ კადრები დრონის მიერ გადაღებული, ეს არის პირდაპირ ეთერის რეჟიმი, აქ მუშაობს მთავრობის ადმინისტრაციასთან ჩვენი კამერა ჰაერიდან, ეს არის სპეციალური დრონი, რომლის მეშვეობითაც ჩვენ პირდაპირ ეთერის რეჟიმში ვაკვირდებით თუ რა ხდება მთავრობის ადმინისტრაციასთან. იქ სადაც ჩვენ ცოტა ხნის წინ დავინახეთ, რომ რა ათობით ადამიანი გარბოდა, თუმცა ისინი ამ წუთებში უკვე უკან ბრუნდებიან და შესაძლოა არც მომხდარა
არა არანაირი სახის დაპირისპირება. ყოველ შემთხვევაში ჩვენ უკვე წუთი-წუთზე გადავამოწმებთ და შევეცდებით გავარკვიოთ რა ხდებოდა რამდენიმე წუთის წინ მთავრობის ადმინისტრაციასთან, როგორც აღნიშნე, აქ იმყოფებიან ასევე სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. მათ მიაჩნიათ, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის დღეს 17 მაისის აღნიშვნა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მათი განცხადებით ბოლო დღეებში იყო საფრთხეები ფაშისტური მოძრაობების მხრიდან და იმისათვის, რომ ფაშისტურმა მოძრაობებმა ვერ გაიმარჯვონ ჩვენს ქვეყანაში, ოპოზიციურ პარტიებს მიაჩნიათ, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის სწორედ უმცირესობების პოზიციების დაფიქსირება, რომ მათ შეეძლოთ, რომ თქვან საკუთარი სათქმელი არ მოერიდოთ ქუჩაში გამოსვლის და ნებისმიერი სახის განსხვავებული აზრი დაფიქსირდეს ქვეყანაში ისე, რომ მათ არ შეექმნათ არანაირი საფრთხე. სამწუხაროდ ძალიან დაპირისპირებული და სიძულვილით გაჟღენთილი ჯგუფების საშუალებით ხელისუფლება მოახერხა და დაიპყრო ყველა თავისუფალი სივრცე. ჩვენ თავისუფლების მოყვარე ადამიანები ამას არ დაუთმობთ და დღეს მე აქ ვდგევარ სწორედ ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ღიად ფაშისტური ჯგუფები ნებისმიერ განსხვავებულ აზრს ყუდავენ და იძახიან, რომ არ ჩაატარებიდებენ ვიღაცას სადღაც არ გამოათქმევინებენ აზრს. ეს ფაშისტური ჯგუფები სამწუხაროდ თავის დროზე მართული დაიწყო მათი გაძლიერება ხელისუფლების მხრიდან და 12 მაისის აქციაზე ჩვენ ნახეთ, რომ ხელისუფლებამ ტოლობის ნიშანი გაავლო თავისუფალ მოქალაქეებსა და იმ მოძალადეებს შორის, რომლებიც აქციის დაშლით ემუქრებოდნენ. აქ განსხვავებული აზრის პრობლემა კი არ არის. ყველას აქვს უფლება, რომ არ მოწონდეს რაღაცა ტიპის შეკრება. ყველას აქვს უფლება არ მოწონდეს ეს აქცია. მაგრამ არავის არ აქვს უფლება, რომ ძალადობრივად დაემუქროს, შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება. და როგორც მე რამდენიმე წუთის წინ მაცნობეს, აქ შემოიჭრა ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც აგრესიულად იყო განწყობილი იმ პირების მიმართ, ვინც ამ დროისათვის მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან აღნიშნავენ ჰომოფობიის საწინააღმდეგო დღეს. ჩემი ინფორმაციით, როგორც აქ მყოფმა ადამიანებმა მითხრეს რამდენიმე წუთის წინ, ეს ადამიანი უკვე დააკავეს და შესაბამისად უკვე დაპირისპირებების გარეშე მიმდინარეობს ისევ ჰომოფობიის დღის აღნიშვნა. მიღებული არის უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები და ადგილზე ვითარებას აკვირდებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები. მთელი დღის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრო, ჩვენი პოლიცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება ქალაქში, უზრუნველყოფილი იყოს აზრის თავისუფალი გამოხატვის თავისუფლება თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის. ამისთვის, როგორც ხედავთ, კეთდება ყველაფერი აბსოლუტურად. მათ შორის ამას ადასტურებს აქ შეკრებილი ხალხიც, არა მარტო აქტივისტები, დაუშვათ LGBT თემის წარმომადგენლები, არამედ უბრალო მოქალაქეები, რომელიც მხარს უჭერენ აქციას. ასე რომ ჰომოფობიის დღის აღნიშვნა, ჰომოფობიის საწინააღმდეგო დღის აღნიშვნა მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ამ დროისათვის უკვე დაპირისპირებების გარეშე მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში. მე გაჩვენებთ რა ხდება პერიმეტრზე, იქ სადაც ეს აქცია ჯერჯერობით ისევ მიმდინარეობს და სავარაუდოდ უკვე წუთი-წუთზე დასრულდება. რამდენიმე წუთის წინ მთავრობის ადმინისტრაციასთან გამოჩნდნენ ეგრეთ წოდებული ყვითელი ავტობუსები და სავარაუდოდ LGBT აქტივისტებს სწორედ ამ ავტობუსებით გადაიყვანენ მიმდებარე ტერიტორიიდან და ამის შემდეგ უკვე დასრულდება ჰომოფობიის საწინააღმდეგო დღის აღნიშვნა მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან. ეს ადამიანები, ვინც აქ შეიკრიბა ჰომოფობიის საწინააღმდეგო დღის აღნიშვნის მიზნით, მოვიდნენ სწორედ ამ ავტობუსებით ცოტა ხნის წინ 7 საათისათვის მთავრობის ადმინისტრაციასთან და სავარაუდოდ მათ ისევ ამ ავტობუსების დახმარებით დაატოვებინებენ ტერიტორიას. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ამ ადამიანებისთვის და მათი უსაფრთხოებისთვის არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, მე შეგნებულად არ დავაკონკრეტებ თუ საიდან მოიყვანეს ეს ადამიანები, ვინაიდან ეს იყო შეკრების ერთ-ერთი ლოკაცია და სავარაუდოდ ისევ ამ ტერიტორიაზე დააბრუნებენ LGBT აქტივისტებს. ეს არის უსაფრთხო ტერიტორია, სადაც მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით არ ემუქრებათ არანაირი საფრთხე. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ დღეს არც მარშის წევრები და არც ეგრეთ წოდებული ფაშისტები მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე არ შემოუშვეს და როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტეს, ეს მოხდა გამომდინარე იქიდან, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე არ ყოფილიყო რაიმე სახის დაპირისპირებები. მადლობა ლევან, ქრონიკის პირდაპირ ეთერში ლევან ჩუგოშვილი საუბრობდა. ახლა ვნახოთ რა ხდება თავისუფლების მოედანზე, სადაც სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზება შეინიშნება. სწორედ ამ გზით უნდა მოხდნენ ჰომოფობიასთან მებრძოლები მთავრობის კანცელარიასთან. ქართული მარშის წევრები კი ცდილობენ მათ ხელი შეუშალონ. ნანუკა ქაჯაია გვერდება თავისუფლების მოედნიდან. ნანუკა, რა სიტუაცია ამ წუთში მოედანზე?
დიახ, თავისუფლების მოედანზე უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები არის მიღებული. სამართალდამცველებს მთავრობის ადმინისტრაციასთან მისასვლელი ყველა გზა აქვთ ბლოკირებული. ჩვენი მაყურებელი ახლა ჩემს ზურგს უკან ხედავს თავისუფლების მოედნიდან მიმავალ გზას, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციასთან მიდის. აქ არიან მობილიზებულნი სამართალდამცველები, მათ ბლოკირებული აქვთ ტერიტორია და არ უშვებენ რიგით მოქალაქეებს ტერიტორიაზე. რასაც ბუნებრივია, დაპირისპირების მიზეზი ხდება ეს გადაწყვეტილება სამართალდამცველების რიგითმა მოქალაქეებმა ცოტა ხნის წინ გააპროტესტებს პოლიციელებთან მათი მობილიზება ტერიტორიაზე. მოქალაქეები აცხადებენ, რომ არ აქვთ უფლება სამართალდამცველებს დაიცვან LGBT თემის წარმომადგენლები და ითხოვენ ტერიტორიაზე შესვლას, თუმცა სამართალდამცველები ამის უფლებას მოქალაქეებს არ ეძლევენ. რატო უნდა გადავიდე? რა თქმა უნდა, სადაც ჩემი ქვეყანაა, მეგობარო, რას ნიშნავს? აქ ბრძანებას მაძლევ? რატო? ბაბა, რას ნიშნავს? რატო ვიდგი რა? ისის მომიხარო. იმიტომ ყვერი ვარ, არასო ვიკაცის სულზე არ გადავალ. პოლიციას არ მოეწონა ქართველი ბიჭები, ვაშკაცები რო იდგნენ აქ და რატო გახართა და ვიღაცამ ბრძანება გასცა, რომ თურმე ქართველი ვაშკაცები არ უნდა იდგნენ რუსთაველის გამზირზე და უნდა იდგნენ LGBT-ს წარმომადგენლები. ვაპროტესტებთ და არ მოგწონს ეს დამოკიდებულება საქართველოს საზოგადოების მიმართ. Facebook ივენტზე იყო რეგისტრაციის გავლა შესაძლებელი და ნაწილი ეგრე მოვიდა და ნაწილი წვეთ ხა გარედან მოსული ადამიანები შევიდნენ თუ არა, იმის მიხედვით არიან თუ არა აგრესიულები და რა მიზნით არიან მოსულები. თუ პროვოკაციის მიზნით ვინც არის მოსული და ეს ეთყობა, შესაბამისად არ უშვებთ. თუ აქციაზე და გაპროტესტების მიზნით და ჰომოფობის გაპროტესტების მიზნით არის მოსული, მაგ შემთხვევაში უშვებთ. ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს მსოფლიოს 120 ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიებებითა და ფესტივალებით აღნიშნავენ. ჩვენს ქვეყანაში კი LGBT თემის წარმომადგენლები აქციაზე მისვლასა და აქციიდან წამოსვლას მხოლოდ სამართალდამცველების დახმარების მეშვეობით ახერხებენ. მე შეგახსენებთ, რომ უპრეცედენტო ზომები არის მიღებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა დანაყოფი არის მობილიზებული და სამართალდამცველები არ ეძლევენ რიგით მოქალაქეებს უფლებას მივიდნენ კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიასთან. ეს ნანუკა ქაჯაია იყო თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან. მადლობ ნანუკა. და დაძაბულობა იყო პარლამენტის შენობის წინათ, სადაც ქართული მარშის, ქართული იდეისა და ქართული ერთობის წევრებმა შეკრება დაახლოებით 5 საათისთვის დაიწყეს. სწორედ ამ დროს პოლიციამ ქართული მარშის აქტივისტები დააკავა, რასაც დაპირისპირება მოხდა. ამ დაკავების შემდეგ ადგილზე სამღვდელოების წარმომადგენლების გამოჩნდნენ, რომლებიც პარლამენტის შენობის წინ ამ დრომდე რჩებიან. ისინი როგორც თავად აცხადებენ, ქვეყანაში LGBT თემის პროპაგანდას აპროტესტებენ, ასევე ითხოვენ დაკავებულების გათავისუფლებას. და სოფო ბერიძე გვერდება ახლა პირდაპირ ეთერში. სოფო, რა ვითარება ამ წუთებისათვის აქციაზე? ლევან, ამ კონკრეტულ მომენტში პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიმშვიდეა, თუმცა არაპროგნოზირებადია აქ ვითარება. მაგალითად, სულ რამდენიმე წუთის წინ აქციის მონაწილეები შეიძლება ითქვას, რომ სრულიად მოულოდნელად გაიქცნენ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მიმართულებით. ეს იმიტომ, რომ ჩვენი ინფორმაციით უბრალოდ იქ ჩაიარა გოგონამ, რომელსაც ჰქონდა განსხვავებული ფერის თმა და როგორც აღმოჩნდა, ქართული მარშის ზოგიერთი წევრისთვის მიუღებლად გამოიყურებოდა ის და შემდგომ ძირითადმა ნაწილმაც გადაინაცვლა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მიმართულებით, თუმცა მალევე მათ ერთმანეთს მოუწოდეს, რომ ეს იყო პროვოკაცია და სასწრაფოდ უნდა დაბრუნებულიყვნენ პარლამენტის შენობასთან. ახლა მართლაც დაბრუნდნენ და ისევ ისმის მათი მხრიდან, ისევე როგორც მთელი დღის განმავლობაში ჰომოფობიური შინაარსის განცხადებები. მართალია მოწოდება უშუალოდ ძალადობის მიმართ ჩვენ არ მოგვისმენია, თუმცა ცალსახად აქ არის ჰომოფობიური განცხადებები. აქ შეკრებილი საზოგადოება ამბობს, რომ აპროტესტებს ქვეყანაში ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნას, ზოგადად LGBT თემის პროპაგანდას. ისინი საკმაოდ აგრესიულები არიან ჟურნალისტების მისამართიც და ამბობენ, რომ ჩვენ ვუწევთ ამ თემის პროპაგანდას. ამბობენ, რომ რუსთაველზე დღეს არიან, იმიტომ რომ არ მისცემენ ადამიანებს აქციის ჩატარების საშუალებას, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი აქცია საერთოდ არ ყოფილა დაგეგმილი. ვემიჯნები ზალადობას, მაგრამ არ მინდა ნარკო ლეგალიზაცია და არც მამათმავლების პროპაგანდა. დღეს ამაღლების დღესასწაულია და ოჯახის სიწმინდის დაცვის დღე. გამოვედი და ვდგავა. მე მინდა ჩემი აზრი დავაფიქსირო, ვიდგი აქ იქ სადაც ყველა ქართველი და ყველა ასე ვთქვათ მართლმადიდებელია და ქართული სულის მატარებელია და გავაპროტესტო იმ ადამიანების მიერ ჩასატარებელი აქცია. ილოცავთ დღევანდელ დიდ დღეს, ამაღლებას, ოჯახის სიწმინდის დღეს, აი ეს მინდა გითხრათ.
და ვაპროტესტებთ აი იმ გარყვნილ ბას. პირადად ვაპროტესტებ მამათ მავლობას, LGBT თემას. ცოტა ჩემთვის ერჩქვეშ არის ეს ყველაფერი, რომ არ გაიმართება. შეიძლება თვალისასახმელად ხდება. მე არაფერს არ ვაპროტესტებ, უბრალოდ დღევარი მეგობრების გვერდით და მშვიდობიან აქციას ატარებენ, ქრისტიანობაზე ხადაგებენ. მე იმიტომ მოვედო ჩემ ხალხთან ვიდგე და ამათთან ერთად ვიბრძოლო LGBT-ს პროპაგანდის წინააღმდეგ. LGBT პროპაგანდა რომ აბსოლუტურად მიუღებელია, ამისაც მოვედი ჩვენ აქ. ადამიანები, რომლებიც აფიშირებას უკეთებენ ყველაზე მძიმე ცოდვას, იმ ცოდვას, რომლის გამოც ყველაზე მეტად დაისაჯა კაცობრიობა, აი ამას ვაპროტესტებთ. აქციის მონაწილეებისაგან სულ ცოტა ხნის წინ მოვისმინეთ, რომ ისინი არ დაიშლებიან იმ დრომდე, ვიდრე არ მოხდება მათი თანამოაზრეების გათავისუფლება იმ ადამიანების, რომლებიც დღეს სამართალდამცველებმა მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ეპიზოდის დროს დააკავეს. სულ ბოლოს მოხდა დაკავება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიასთან, მასში დააკავეს ქართული მარშის ერთ-ერთი ლიდერი და რამდენიმე აქტივისტი. ვერ ვიტყვით, რომ პარლამენტის შენობასთან აქციაზე საკმაოდ ბევრი ადამიანია შეკრებილი. აქ არ არის რუსთაველის გამზირზე არც მოძრაობა გადაკეტილი, თუმცა ადგილზე იმყოფება საკმაოდ დიდი რაოდენობით. იმყოფებიან სამართალდამცველები, რომლებიც მაქსიმალურ ყურადღებას იჩენენ იმისთვის, რომ რაიმე ინციდენტს არ ქონდეს ადგილი და მათ განსაკუთრებული ყურადღებას იჩენენ რიგითი გამლველების მისამართითაც და შეიძლება ითქვას, რომ ზოგიერთ მათგანს აცილებენ კიდეც ამ ტერიტორიიდან, იმიტომ რომ რაიმე ინციდენტს ადგილი არ ქონდეს. როგორც გითხარით, თავად აქციის წევრები საუბრობენ იმის თაობაზე, რომ არ დაიშლებიან, ვიდრე არ მოხდება მათი თანამოაზრეების და თანაგუნდელების გათავისუფლება. ოფიციალური ინფორმაციით ასეთი გახლავთ 30-მდე. მადლობა სოფო, ეს სოფო ბერიძე იყო, რომელიც რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ აკვირდება მოვლენათა განვითარებას. და აქციის მონაწილეთა ერთი ნაწილი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული, მეორე ნაწილი კი პოლიციამ განყოფილებებში მხოლოდ გამოკითხვის მიზნით გადაიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, დღეს პოლიციამ დაახლოებით 40 ადამიანი დააკავა. ვასილ დაბრუნდაშვილი გვერდება პირდაპირ ეთერში გლდანი ნაძალადევის მეხუთე განყოფილების მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც აქციის მონაწილეები, როგორც ვიცი, გამოკითხვაზე იმყოფებიან. ვასილ, გისმენთ. ანა გია კორკოტაშვილი უკვე 4 საათზე მეტია გადმოყვანილი არის ხუდადოზე ერთ-ერთ პოლიციის განყოფილებაში და მისი გამოკითხვა მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით კიდევ მიმდინარეობს რამდენიმე ადამიანის გამოკითხვა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩვენ გვითხრეს, რომ გია კორკოტაშვილთან დაკავშირებით მათ ჰქონდათ გარკვეული შეკითხვები და სწორედ აქედან გამომდინარე სამართალდამცველებმა ის გადმოიყვანეს ხუდადოზე პოლიციის განყოფილებაში, სადაც მისი გამოკითხვა სავარაუდოდ მიმდინარეობს ადვოკატის გარეშე. ზოგადად ბოლო პერიოდში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით და დაკავების საკითხებზე ისაუბრა შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა და დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, როგორც ლონდა თოლორაია აცხადებს, დღეს არსებული მონაცემების მიხედვით არის 30-მდე ადამიანი დაკავებული ადმინისტრაციული წესით და ასევე მიმდინარეობს 5-ზე მეტი ადამიანის გამოკითხვა. ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, ძალოვანი უწყება არის სრულად მობილიზებული და ისინი აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რათა აქციის მონაწილეებს საკუთარი პოზიციის დაფიქსირება შესაძლებლობა მიეცეთ და მაქსიმალურად იყოს დაცული მათი უსაფრთხოება. ინფორმაციას რაოდენობასთან დაკავშირებით მოგაწვით ცოტა მოგვიანებით, დაახლოებით 100-მდე პირი, ნაწილი არის გადაყვანილი ადმინისტრაციულად დაკავებულები არიან ისინი, ხოლო ნაწილი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით მონაწილეობას იღებს გამოკითხვის პროცესში.
გიორგი კორკოტაშვილის გარდა ასევე მიმდინარეობს, როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, გიორგი გაბედავას გამოკითხვა, ისიც გადაყვანილი არის პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში. ჩვენ ცოტა ხნის წინ ვესაუბრეთ გიორგი გაბედავას ოჯახის წევრს, მისი მეუღლე აცხადებს, რომ გაბედავა იმყოფებოდა თავისუფლების მოედანზე რამდენიმე მეგობართან ერთ-ერთ ავტომობილში, სწორედ ამ დროს მასთან მივიდნენ სამართალდამცველები და მისი სურვილის საწინააღმდეგოდ ის გადაიყვანეს პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში. მსვლელობაზე იყო დილიდან გასული, დასრულდა ეს მსვლელობა და მოდიოდა სახლში თავის მეგობართან ერთად ბესო მიქავა და ნატო ისხდნენ მანქანაში. მოხდა გაჩერება ამ მანქანის, ბესო გადაიყვანეს მანქანიდან, საბუთები მოსთხოვეს და ჩემ მეუღლეს ჩაეძინა მანქანაში. ამ დროს მივიდა პოლიცია, მოიპარეს, ესე ვთქვათ, მანქანიდან ისე რომ ბესოს არ ენახა და როდესაც იკითხა, რომ სად არის გიორგი, ვინ გიორგი, აქ არავინ სხვა არ ყოფილა, თქვენს მეტი. ესე მოტყვებით წაიყვანეს, გლდანი ნაძალადევის პოლიციაშია გადაყვანილი და ითხოვს ადვოკატს. როგორც უკვე გითხარით, ადმინისტრაციული წესით დაკავებული არის 30-მდე ადამიანი, რაც შეეხება გამოკითხვებს, როგორც თქვი, უკვე 5-ზე მეტი ადამიანი იმყოფება გამოკითხვაზე, მათ შორის არის გიორგი კორკოტაშვილი და გიორგი გაბედავა, როდის დასრულდება მათი გამოკითხვა, ჯერჯერობით არის უცნობი. მადლობა ვასილ დაბრუნდაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. LGBT თემის წარმომადგენლებმა კანცელარიასთან წინასწარ დაანონსებული ფართომასშტაბიანი აქციის გამართვაზე უარი განაცხადეს. ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ გუშინ გვიან საღამოს ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ მიიღეს, რომელსაც შიდა დაპირისპირების გარეშე არ ჩაუვლია. საბოლოოდ აქციაზე უარი თქვეს, თუმცა კანცელარიასთან მისვლაზე უარი არ უთქვამთ მათ ნაწილს და უფლებადამცველებს. მათი განცხადებით გადაწყვეტილებას თითოეული ინდივიდუალურად მიიღებდა. LGBT თემში არსებული დაპირისპირება საბოლოოდ ოპოზიციამ ისევ მმართველი გუნდის დასადანაშაუებლად გამოიყენა. თავრობის ადმინისტრაციასთან LGBT თემის წევრთა ნაცვლად მათი უფლებადამცველები შეიკრიბნენ. ჰომოფობიის წინააღმდეგ მომუშავე არასამთავრობოების ნაწილი კი ქუჩაში დღეს მხოლოდ ჟურნალისტებთან შესახვედრად გამოვიდა. თანასწორობის მოძრაობის წარმომადგენელთა თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გარანტიების მიუხედავად გადაწყვიტეს ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აქცია არ გამართონ. წელს იყო უპრეცედენტო მობილიზაცია, აბსოლუტურად ყველა ეკლესიაში თუ სადარბაზოში იყო გამოკრული პლაკატები. ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ იმის მიუხედავად, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩვენ მოგცა უსაფრთხოების გარანტიები, არსებობდა მომატებული რისკები და გადავწყვეტეთ, რომ არ ჩავბონდით ამ რაღაც ბინძურ თამაშებში, რომელიც შესაძლოა იქ მომხდარიყო და არ მიგვეცა იქ სისხლის ღირსშესანიშნავება. ფიზიკურ აქტივობას სხვადასხვა ჯგუფებმა დღეს საკუთარი პოზიციის დაფიქსირება ონლაინ სივრცეში ამჯობინეს. ისინი 19 საათიდან Facebook-ის საშუალებით მოსახლეობას სპეციალური ფოტოსურათის ატვირთვისა და სხვადასხვა მესიჯების გავრცელებისკენ მოუწოდებენ. ტექსტში მიუთითეთ, 17 მაისი არის ჰომო ბი ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე. ტექსტში ასევე შეგიძლიათ ინდივიდუალური მოწოდებების გაჟღერება, თუმცა აქვე გთავაზობთ რამდენიმე იდეას. პარლამენტში რაც უნდა ისქნან, ქუჩაში ნუ გამოდიან. პირველი ქვა წმინდანებმა ისროლონ. იყო და არა იყო რა. შინაგან საქმეთა სამინისტროს დაპირებები. შინაგან საქმეთა სამინისტრო დაჯექი ორიანი. ქართული მარში გაგხვევ შარში. ოპოზიციის შეფასებით შარში გახვევისგან LGBT თემის წევრები ხელისუფლებამ ვერ დაიცვა. უმრავლესობაში კი ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ. ქართული ოცნების წევრების თქმით, ნებისმიერი ადამიანის გამოხატვის უფლება ისევე როგორც საზოგადოებრივი წესრიგი დაცულია. შინაგან საქმეთა სამინისტრო და მთლიანად სახელმწიფო სტრუქტურები ვალდებულები არიან უზრუნველყონ თითოეული მოქალაქის და განსაკუთრებით ჩაგრული ჯგუფების და უმცირესობების უფლებების სრულფასოვანი რეალიზაცია. აზრის გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს უზრუნველყოფილი და არის უზრუნველყოფილი. ჩვენ ეს ვნახეთ რამდენიმე დღის წინ სულ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყოფილიყო მიღებული მათი მხრიდან ეს გადაწყვეტილება და ჩაეტარებინათ შესაბამისი აქცია, ყველაფერი გაკეთდებოდა იმისთვის, რომ მათი უსაფრთხოება ყოფილიყო უზრუნველყოფილი. მე რამდენადაც ვიცი, თავად ამ თემის მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება ასეთი აქციის ამ ეტაპზე ჩატარებისგან თავის შეკავებასთან დაკავშირებით. ოპოზიციის ბრალდებებს ბრალდებებით უპასუხა დღეს იუსტიციის მინისტრმაც. მე ამ წუთში როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელი სტრასბურგის სასამართლოში ვიცავ 17 მაისის საქმეს. იმ 17 მაისისა, როდესაც ნაციონალური მოძრაობა იყო ხელისუფლებაში და ადამიანების უფლებები დაირღვა. ღევანდელ 17 მაისს რაც შეეხება ჩვენი მთავრობა, სამართალდამცველი სტრუქტურები და ხელისუფლება ბოლომდე იყო მომზადებული თითოეული მათგანის უსაფრთხოება უზრუნველეყო.
საქართველოში ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე მსვლელობით პირველად 2012 წელს აღნიშნეს. აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს კონტრაქციის წევრები მაშინ ფიზიკურად გაუსწორდნენ. მსვლელობის კიდევ ერთი და უკანასკნელი მცდელობა გაცილებით მასშტაბური შეტაკებით დასრულდა 2013-ში. მაშინ პოლიციის კორდონმა კონტრაქციის მონაწილეთა შეკავება ვეღარ მოახერხა. მომხდარზე 4 ადამიანის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, მათგან ერთი სასულიერო პირი იყო. სასწრაფო სამედიცინო დახმარება 30-მდე ადამიანს დასჭირდა, მათ შორის სამართალდამცველებს და ჟურნალისტებს. კიდევ ერთი პირდაპირ ჩართვა ქრონიკაში ღამის კლუბ გალერის დამფუძნებლის შემდეგ თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე ბასიანის მფლობელებიც დაიბარეს. სამართალდამცველების კითხვებს კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი ტატო გეთია ამ წუთებში პასუხობს. შეგახსენებთ, რომ საგამოძიებო მოქმედებები ღამის კლუბებში ერთი კვირის წინ ჩატარდა, ამ დრომდე გასართობი დაწესებულებები დაუქულია. პოლიციამ სულ 8 ნარკორეალიზატორი დააკავა. ნათია სონღულაშვილს ვრთავთ ახლა პირდაპირ ეთერში პოლიციის მთავარი სამმართველოდან თუ გააკეთა კლუბის მფლობელმა წინასწარ განცხადებები გამოკითხვის დაწყებამდე. გამოკითხვამდე ბასიანის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა განაცხადა, რომ არ იცის თუ რასთან დაკავშირებით დაიბარეს პოლიციის მთავარ სამმართველოში. ის აცხადებს, რომ მათ წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ბრძოლას. ამ დრომდე არის დალუქული კლუბი და არ იციან თუ როდის გააგრძელებენ მუშაობას. რაც შეეხება აქციებს, ტატო გეთია ამბობს, რომ ჯერ ისინი ელოდებიან ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვედრას და როგორც ბასიანის ერთ-ერთი დამფუძნებელი აცხადებს, ამ შეხვედრის გამართვის ბოლო ვადა არის 19 მაისი. მასკარადი გრძელდება, შოუ გრძელდება. მე ვერ დაგისახელებ ზუსტად თუ რატომ დამიბარეს აქ, არან არის საფუძველი ამისი, რომ არსებობს ეს ფაქტია. მე მხოლოდ შემიძლია ვიმარჩიელო. არ ვიცი, შეიძლება ეს ქალბატონი მეზიშვილის განცხადებებს უკავშირდება. კონკრეტული ინფორმაცია არ მაქვს და უბრალოდ ერთად კიდევ ასე ვთქვათ, რაც შეიძლება ვიფიქრო, უბრალოდ შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს თავისი ბინძური მეთოდებით ბრძოლას, რომ აი სტრესში ყავდეს ხალხი, იგივე ჩემი თანაგუნდელები. თავარი შეხვედრა არის ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელიც არ გაიმართა არჯენტულ რეჟიმში, ვინაიდან ჩვენი წარმომადგენლები თვლიდნენ, რომ ეს არ უნდა იყოს მხოლოდ ასე ვთქვათ, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეროგატივა. ამ შეხვედრებზე აუცილებლად უნდა იყოს ჯანდაცვის მინისტრი, ასევე უნდა ჩართული იყოს განათლების სამინისტრო. შესაბამისად ცოტა ვადებში ეს გაიწევა, თუმცა მაქსიმალური ვადა, როდესაც ეს შეხვედრა უნდა მოხდეს, არის შაბათი და ჩვენ ასე ვთქვათ, აქციები გვაქვს დაპაუზებულ რეჟიმში. პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე ასევე იმყოფება საქართველოს ეროვნული ერთობის ლიდერი გიორგი ჭელიძე, მათ არ იცის თუ რატომ დაიბარეს. გამოკითხვაზე აცხადებს, რომ დღევანდელ აქციაზე სამართალდამცველებმა მისი ორგანიზაციის თითქმის ყველა წევრი დააკავეს. ამირეკეს ჩემს მობილურ ტელეფონზე და მითხრეს, რომ სასწრაფო წესით უნდა გამოცხადე აღნიშნულ სამმართველოში და მოვედი ჩემი უფლებების დამცველ ადვოკატთან ერთად. ეხლა შევალ და გავიგებ. სავარაუდოდ შეიძლება კიდევ იყვნენ აქ დაკავებული, იმიტომ რომ დილით მოხდა პირდაპირ ვიტყვი რეპრესიები. ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით 10 საათზე გასამართ აქციაზე. აქცია არც კი იყო დაწყებული, აბსოლუტურად ყველა დაკავებულია სამეთაურო დარბაზიდან. ასევე შავპერანგიანების წევრები, წარმომადგენლები, ორგანიზაცია ფაქტიურად არ ფუნქციონირებს. კონკრეტულად რა კითხვები აქვს გამოძიებას როგორც გეთიასთან, ასევე ჭელიძესთან, ეს მას შემდეგ გაირკვევა, რაც ისინი სამმართველოს შენობას დატოვებენ. ნათია სონღულაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. და ჩვენ ახლა კვლავ ვუბრუნდებით მთავრობის კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიას, სადაც ტრანსფობიისა და ტრანსფობიის და ჰომოფობიის წინააღმდეგ აქცია დასასრულს უახლოვდება. თქვენ კადრში ხედავთ ყვითელ ავტობუსებს. როგორც ჩანს, აქციის მონაწილეები ნელ-ნელა უკვე ტოვებენ ტერიტორიას. შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეების დიდი ნაწილი პოლიციის ორგანიზებით სწორედ ამ ავტობუსებით მოიყვანეს კანცელარიასთან, სწორედ მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე. და ახლაც ისინი მთავრობის კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიას სწორედ ამ ავტობუსებით დატოვებენ. როგორც კადრში ხედავთ, აქციის მონაწილეები ნელ-ნელა ხდებიან ავტობუსებში და სავარაუდოდ ისინი ამის შემდეგ უკვე ასევე პოლიციის თანხლებით დატოვებენ მთავრობის კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიას. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ მოხდა მცირე ინციდენტი აქციაზე, რომელიც თქვენ იმედის დრონის საშუალებით პირდაპირ ეთერში იხილეთ. ჩვენი ჟურნალისტის ინფორმაციით, აქციაზე შემოჭრა შეძლო ერთ-ერთმა ადამიანმა კონტრაქციით
აქციიდან და მან აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ხელი გაარტყა. სწორედ ახლა ხედავთ კადრში, როგორ დაედევნენ სავარაუდოდ აქციის მონაწილეები ამ ადამიანს. საბოლოოდ მოძალადის დაკავება შეძლო პოლიციამ და როგორც იმედი ნიუსში იტყობინება, დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ეს ცოტა ხანში ამ თემასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი აპირებს კომენტარის გაკეთებას. ახლა კი ვნახოთ რა ხდება პარლამენტის წინ მდებარე მოედანზე. თქვენ კადრში ხედავთ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას, სადაც ქართული იდეის, ქართული მარშის და ქართული ერთობის წევრები და მათი მხარდამჭერები არიან შეკრებილები. დღეს რამდენიმე ინციდენტს ჰქონდა პარლამენტის წინ ადგილი, კერძოდ ქართული მარშის, ქართული იდეისა და ქართული ერთობის წევრებმა გააპროტესტეს მათი ლიდერებისა და აქტივისტების დაკავება. ამ დაკავებების შემდეგ ადგილზე სამხედროების წარმომადგენლებიც გამოჩნდნენ, რომლებიც პარლამენტის შენობის წინ ამ დრომდე სავარაუდოდ რჩებიან, ისინი როგორ თავად აცხადებენ ქვეყანაში LGBT თემის პროპაგანდას აპროტესტებენ. შეგახსენებთ, რომ პოლიციამ დღეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ადმინისტრაციული წესით და ასევე გამოკითხვის მიზნით დააკავა ადამიანები. დაკავებულია სულ ადმინისტრაციული წესით 36 ადამიანი, ხოლო გამოკითხვისთვის 5 ადამიანი. ისინი სხვადასხვა განყოფილებებში იმყოფებიან. სწორედ ამ ადამიანების გათავისუფლება იყო ერთ-ერთი მოთხოვნა პარლამენტის წინ შეკრებილი ადამიანების. ქრონიკის გადამღები ჯგუფები ადგილზე რჩებიან და აკვირდებიან მოვლენათა განვითარებას. ჩვენ კი პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ დავბრუნდებთ. რეკლამის შემდეგ ქრონიკა პირდაპირ ეთერში ბრუნდება. 17 მაისს საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღეც აღინიშნება. ამასთან დაკავშირებული მსვლელობა დღეს სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა. კათოლიკოს პატრიარქმა პარაკლისი მის მოსაყდრესთან, მეუფე შიოსთან და სხვა მღვდელმთავრებთან ერთად გადაიხადა. მრევლი ლიტურგიას ქაშვეთის ეკლესიაშიც დაესწრო. მსვლელობას პოლიტიკოსების მცირე ნაწილით შეუერთდა. სამშობლო ოჯახიდან იწყება. ძლიერი ოჯახი ძლიერი სახელმწიფოა. ოჯახი ყველაზე რეალური და ერთგული მეგობარია. ამ იდეების გარშემო გაერთიანებული მრევლი ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღესთან დაკავშირებით ვარდების მოედანზე დილიდან შეიკრიბა. პატრიარქმა დააწესა ეს დღე ოჯახის სიწმინდის დღედ, როგორც რიგითი ქართველი და როგორც მე ვფიქრობ, რომ ოჯახი ჩვენი სახელმწიფოც არის, ვალდებულად ჩავტვალეთავი მოსული ყავდა დამდგარი. მრევლის მეორე ნაწილი კი პატრიარქის მიერ დაწესებულმა დღესასწაულმა ფილარმონიასთან გააერთიანა. უწმინდესის მიერ დალოცვილი გვარების წარმომადგენლებმა და სასულიერო პირებმა ხატებით და ხუთჯვრიანი დროშებით ფეხით მსვლელობა ვარდების მოედნის მიმართულებით მოაწყვეს. ეს დღე არ არის კონკრეტულად ერთი რომელიმე ჯგუფის, ერთი რომელიმე ეთნოსის ან ერთი რომელიმე ინტერესთა ჯგუფის თემა. ვისთვისაც ოჯახი არის ერთ-ერთი საფუძველი კაცობრიობის ყოფისა. ვისაც ავიწყდება რას ნიშნავს ქართველობა ამ ადამიანებისთვის, გვინდა ეს საზეიმო მსვლელობა დავანახოთ საზოგადოებას, რომ შევახსენოთ რა არის ქართველობა და რას ნიშნავს ჩვენი ქვეყნის ღირსეული ტრადიციები. ეროვნულ სამოში გამოწყობილი მოქალაქეები დღეს აქციის ორგანიზებასთან ერთად უსაფრთხოებასაც უზრუნველყოფდნენ. ხატებით და ჯვრებით შეკრებილ ათასობით მოქალაქეს წინ სასულიერო პირები აწყურის ღვთისმშობლის ხატით მიუძღვებოდნენ. რომ ისეთი ქვეყნისთვის, როგორც საქართველოა და იმერისთვის, როგორც ქართველი ერია, დღევანდელი დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს არის მტკიცებულობა, რომ ჩვენი ფასეულობები, რაც მოგდებს ჩვენ ისტორიულად, ის არ გაქრება და შენარჩუნდება სწორედ იმ ოჯახების მიერ, რომლებიც დღეს არის წარმოდგენილი. ფეხით მსვლელობამდე ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში სამეუფეო წირვა პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო მაღავლინა. წირვის შემდეგ კი 300-მდე 6 შვილიანი ოჯახი დაილოცა. ჩვენ უნდა უზრუნველყოთ იმ ადამიანების დახმარება, მკურნალობა, ვინც არის დამოკიდებული, მაგრამ თვითონ ნარკოტიკი ეს არის დიდი ცოდვა, დიდი შხამი და ბოროტება. რა თქმა უნდა, ამის ლეგალიზაცია მით უმეტეს არის საუბარი ლეგალიზაციას, ეს ყოველდღე დაუშვებელია.
ოჯახის სიწმინდის დღეს მსვლელობის დაწყებამდე სამართალდამცველებმა 3 ადამიანი პოლიციაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ფაშისტური ორგანიზაციის წევრები წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს. საქართველოს ეროვნული ერთობის წევრები დილიდან იყვნენ შეკრებილი მეტრო რუსთაველთან. სათანადო პასუხი გავეცით ყველა ანტიქართველს და აქედანაა სწორედ გამოწვეული, რომ დღეს ჩვენ ასე გთხოვენ პასუხს. ფაშისტური ორგანიზაციის წევრების დაკავებას პრობლემა არ შეუქმნია მსვლელობისთვის. მათ უსაფრთხოებას მთელი დღის განმავლობაში სამართალდამცველები უზრუნველყოფდნენ. რუსთაველის გამზირის გავლით დაწყებული მსვლელობა სამების საკათედრო ტაძრის ეზოში დასრულდა. სამებაში შეკრებილი მორწმუნე ოჯახები მსვლელობის ბოლოს უწმინდესმა დალოცა. პარაკლისის გადახდის შემდეგ ილია მეორე მრევლს ქადაგებით მიმართა და დღესასწაული კიდევ ერთხელ მიულოცა. დედაქალაქში სხვადასხვა ჯგუფის მიერ გამართული მსვლელობების პარალელურად საყოველთაო ჯვრისწერის ცერემონია შედგა. პატრიარქის კურთხევით ათეულობით წყვილმა ჯვარი დაიწერა. მათ შორის უხუცესი 80 წლის ცოლ-ქმარი იყო. 52 წლიანი თანაცხოვრების ეკლესიურად აღიარება ვაშაკიძეებმა ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღეს გადაწყვიტეს. ჯვრისწერის საიდუმლოს დღეს სამების საკათედრო ტაძრის ხარების სახელობის ეკლესიაში არაერთი ასაკოვანი წყვილი ეზიარა. 45 წელი ერთად ვარ. არ გვიწყენებია, მაგრამ რაღაცა მდგომარეობის გამო გაგვიგრძელდა ეს. ჩვენი შვილებიც ძალიან გახარებული არიან, ეხლა ვართო ნამდვილი შვილები. ოჯახი წმინდა, მეუღლე, ესაა წმინდა. და ნამნიშნოვანი დღეა ჩვენთვის, სრულიად მართლმადიდებლობით ჩვენი ქართველებისთვის და მადლობა ჩვენ პატრიარქს, ასეთი დღე დააწესა. ოჯახი არის ქვეყნის და სახელმწიფოს საფუძველი, ასე მიმართა უწმინდესმა სამების საკათედრო ტაძარში შეკრებინებს. ილია მეორემ საყოველთაო ჯვრისწერის შემდეგ ახლად ჯვარდაწერინები დაალოცა. ოჯახის სიმტკიცის შენარჩუნების მნიშვნელობაზე იქადაგა ქაშუეთში პატრიარქის მოსაყდრემაც. მეუფე შიომ ბოლო წლებში განქორწინების საგანგაშო სტატისტიკაზე გაამახვილა ყურადღება. ოჯახი ეს არის საფუძველი სახელმწიფოსი ქვეყნისა და ჩვენ შევთხოვთ უფალს რომ ბედნიერი იყოს ჩვენი ოჯახები. ოჯახის ღირებულებებთან ბრძოლა ეს არის ღმერთთან ბრძოლა. ეს არის ადამიანის ამაღლებასთან ბრძოლა. ეს არის განწმენდასთან და ცხოვრებასთან ბრძოლა. ამიტომ ჩვენ უფალმა ინებოს რომ არასდროს არ დავთმოთ ეს სიწმინდე ოჯახური შევინარჩუნოთ და ეს არის საწინდარი ჩვენი ამაღლებისა. საყოველთაო ჯვრისწერის ინიციატივა ჩოხოსანთა საზოგადოებას ეკუთვნის და უკვე 2 წელია სრულიად კათალიკოს პატრიარქის კურთხევით ტარდება, მათ შორის რეგიონებშიც. ქვეყნის მასშტაბით დღეს ჯვარი 400-მდე წყვილმა დაიწერა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უკვე დიდი შვილები და შვილიშვილები ყავს 40 წელი ერთად ავართ, გადავწყვიტეთ, რომ დღეს უკვე ჯვარი დაგწერო. პროექტის მთავარი მიზანი არის, რომ ტაძარში მივიყვანოთ ხალხი და ქრისტიანულად დაიწყონ განაგრძონ ცხოვრება, ოჯახის სიწმინდის დაცვა არის მთავარი მიზანი. ძალიან ბევრი უკვე მიდის ტაძრის გზაზე და ეკლესიური ცხოვრებით იწყებენ ცხოვრებას. ჩვენი მთავარი მიზანიც ეს არის ზუსტად. ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღე წელს ამაღლების დღესასწაულს დაემთხვა. ამაღლება 12 საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია და ის მაცხოვრის აღდგომიდან მე-40 დღეს აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში დღეს საღვთო ლიტურგია ჩატარდა. ვინ მიიღებს მრავალშვილიანი მშობლის სტატუსს, პარლამენტმა ახალი ინიციატივა პირველი მოსმენი დაამტკიცა. კანონპროექტის ავტორები უმრავლესობის დეპუტატები აკაკი ზოიძე და დიმიტრი ხუნდაძე არიან. პროექტის თანახმად სტატუსი 4 და მეტ შვილიან ოჯახებს მიენიჭებათ. მათ სახელმწიფო სხვადასხვა პროგრამას დაუფინანსებს. გიული სამადაშვილი 6 შვილს ზრდის. უმცროსი წლინახევრის ლევანია, უფროსი 19 წლის მეგი. მრავალშვილიანი ოჯახი მხოლოდ სოციალურად დაუცველთა და მრავალშვილიანთა დახმარებას იღებს. დიასახლისი ამბობს, რომ ეს თანხა საკვებსა და მედიკამენტებში არ ყოფნის. უახლოეს პერიოდში კი მათ მუნიციპალიტეტის მიერ დაქირავებული ბინის დაცლაც მოუწევთ. ქირით ცხოვრობთ, მუნიციპალიტეტი გვეხმარება, მაგრამ ამთვის ბოლომდე შეწყდება ბინები. არანაირი კომუნალურია თუ გაზია თუ რამეა, ყველაფერს ჩვენ ვიხდით. დენს გადავიხდით თუ გაზს გადავიხდით, მერე უკვე წამლებს ვეღარ ვყიდულობ. სახელმწიფოს მხრიდან მრავალშვილიანი ოჯახების წახალისებისა და ხელშეწყობის აუცილებლობაზე საუბრობს გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი. ლელა ბაქრაძე დემოგრაფიული ბალანსის რღვევასა და არასახარბიელო დინამიკაზე მიუთითებს.
შობადობის წახალისება და შენარჩუნება შესაძლებელია მხოლოდ მრავალმხრივი პოლიტიკის გატარებით, რაც ოჯახების კეთილდღეობას აამაღლებს. ეს არის პირველ რიგში თანასწორობის ხელშეწყობა. ეს არის ბავშვზე ზრუნვის საჯარო სახელმწიფო სისტემის განვითარება. პარლამენტში დღეს პირველი მოსმენით დაამტკიცეს ცვლილებები, რომლის მიზანიც მრავალშვილიანი ოჯახისთვის ყოფითი და სოციალური პრობლემების გაუმჯობესება. კანონპროექტით მრავალშვილიანი სტატუსი 4 და მეტ შვილიან ოჯახებს მიენიჭებათ. სახელმწიფო ბიუჯეტიდან კი ისინი ელექტროენერგიის სუბსიდიას და სხვა ხელშემწყობ პროგრამებს მიიღებენ. მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს 4 ბავშვი, ელექტროენერგიის სუბსიდიის სახით მიიღებს 20 ლარს ყოველთვიურად, ხოლო 15 შვილიანი ოჯახი მეხუთე და მომდევნო ბავშვზე დამატებით 10 ლარს მიიღებს. ინიციატივის ავტორები მიიჩნევენ, რომ ოჯახებისადმი მეგობრული პოლიტიკა კონკრეტულ შედეგს გამოიღებს. კანონმდებლობა ავალდებულებს მთავრობას, რომ შეიმუშაოს სხვადასხვა აქტივობები ასეთი ოჯახებისათვის. ეს იქნება განათლების კუთხით აქტივობები, ეს იქნება კულტურულ ღონისძიებებზე დასწრების ხელმძღვანელობა, ასევე საგადასახადო კომუნალური შეღავათები. სოციალური შეღავათები კონკრეტულად მიმართება იმ ბავშვებზე, ან გარკვეული ის განათლების კუთხით ახლა იქ იმას სპორტულ წრეებში დაკავების თუ შემოქმედებელ წრეებში უფასო დაკავების მიეცემა სწორედ მრავალშვილიან ოჯახებს. იმ დედებს, რომლებიც მრავალშვილს გაუჩენს საქართველოს და ღირსეულად გაუზრდის, მადლიერების გრძნობა უნდა გამოვხატოთ და მივანიჭოთ აი ეს სტატუსი. ქართლის დედა. ეს უკვე დეპუტატ სიმონ ნოზაძის მოსაზრება. ფრაქცია მწვანეების თავმჯდომარე მრავალშვილიანი დედებისთვის ქართლის დედის სტატუსის მინიჭებას ითხოვს. ქართლის დედა შეიძლება იყოს ნებისმიერი ქალბატონი, ნებისმიერი ეროვნებისა და აღსარებლობის მქონე ქალბატონი, რომელიც 5 მეტ შვილს გაუზრდის სამშობლოს. გაიზიარებს თუ არა სიმონ ნოზაძის ინიციატივას უმრავლესობა ჯერ უცნობია. მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრასთან დაკავშირებით კანონპროექტი მესამე მოსმენით დამტკიცების შემდეგ ძალაში 2019 წელს შევა. როგორც ჩვენმა მაყურებელმა უკვე ნახა, ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღისადმი მიწყვნილ აქციაზე ცოტა ხნის წინ მცირე ინციდენტი მოხდა. ახლა ამ ინციდენტის ამსახველ ვიდეო კადრებს სხვა რაკურსით გთავაზობთ. სიტყვით გამოსვლელ ერთ-ერთ ახალგაზრდას მოულოდნელად უცნობი მამაკაცი მიეჭრა და მას სახეში ხელი გაარტყა, შემდეგ კი გაიქცა. მას აქციის მონაწილეები და პოლიციელები დაედევნენ, საბოლოოდ პოლიციამ მისი დაკავება შეძლო. ცოტა ხნის წინ ამ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა საიას წარმომადგენლებმა, რომელიც დაშავებულის ინტერესებს დაიცავს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, რომელიც აქციაზე ამ დრომდე იმყოფება. ზემოთ, კანცელარიას. აი, გაჩერდ. შეიძლება ითქვას, რომ მშვიდობიანად ჩაიარა, მოხდა მხოლოდ ერთადერთი ინციდენტი. ახალგაზრდა მამაკაცმა აქციაზე გამომსვლელ პირს მიაყენა ჯანმრთელობის დაზიანება. აღნიშნული პირი, რომელიც გახლავთ 22 წლის, იგი უკვე დაკავებულია, თავისთავად ცხადია გამოძიება დაწყებულია, სისხლის სამართლის წესით არის იგი დაკავებული. დაკავებული არის ძალადობის მუხლით. თავისთავად ცხადია გამოძიების პროცესში მოხდება დისკრიმინაციის მოტივის გამოკვეთა მის მიერ ჩადენილ დანაშაულში. ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას დაუყოვნებლივ სამედიცინო დახმარება გაეწია. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ აღნიშნული საქმე ძალიან სწრაფად იქნება გამოძიებული. აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, როდესაც ის სიტყვით მიმართავდა დემონსტრანტებს, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. მის ვინც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ეს ადამიანი დაკავებულია, ამჟამად ეს ადამიანი გადაყვანილია ერთ-ერთ კლინიკაში სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად. ჩვენ ვთავაზობთ მას სამართლებრივ დახმარებას. არასამთავრობო ორგანიზაციები ბავშვთა ჰომოფობიური ბულინგის წინააღმდეგ 51 ორგანიზაციამ დღეს სპეციალური განცხადება გაავრცელა. მესამე სექტორი სახელმწიფოსგან მოითხოვს ძალადობისგან დაცვის მექანიზმის, ასევე ფსიქოსაკონსულტაციო სამსახურების შექმნას და საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად კამპანიის დაწყებას. ბოლო შემთხვევა, რაც მახსენდება, უკავშირდებოდა განსხვავებულ გარეგნობის გამო ბულინგს, იგივე თმის ფერის. ანა არგანაშვილი მოზარდებში ჰომოფობიური ბულინგის კონკრეტულ შემთხვევებზე საუბრობს, ამბობს, რომ ბავშვებში ძალადობის ეს ფორმა ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა. ხელისუფლებას კი კონკრეტული მექანიზმების შექმნისკენ მოუწოდებს.
ხელისუფლებამ უნდა შექმნას ბავშვთა მიმართ ბულინგთან ბრძოლის ერთიანი მექანიზმი, სადაც ჰომოფობიური ბულინგი იქნება ერთ-ერთი აკრძალული და მიუღებელი ბულინგის ფორმა, თუმცა ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, ბულინგი ხდება სხვა საფუძვლებითაც, განსხვავებული რელიგიური შეხედულების ან სხვა ნიშნების გამოც და აუცილებელია, რომ ერთიანი პოლიტიკური ხედვა და სტრატეგია ქონდეს ქვეყანაში. სოციალურ მუშაკთა ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ჰომოფობიური ბულინგი ქვეყანაში სისტემურ პრობლემად იქცა. ნინო შატბერაშვილის განცხადებით, ქვეყანაში არ არსებობს პრევენციული მექანიზმი, რომელიც ძალადობაზე მომუშავე პროგრამებიც ვიცით, ორგანიზაციებიც, ვთქვათ, სპეციალისტებიც, მაგრამ აი ამ პროგრამებშიც კი რამდენად არის ინკორპორირებული, ვთქვათ, აი გენდერული ნიშნით ძალადობის საკითხები ნაკლებად. რამდენად მზად არიან ექიმები, სოციალური მუშაკები, ვთქვათ, მასწავლებლები განსაკუთრებით არასრულწლოვანთა შემთხვევებში ვთქვათ ამ პრობლემაზე სამუშაოთ? არა. ესე იგი ეს ნიშნავს, თუ არ ვიცით რა საჭიროებებია და ან ვიცით და ამ საჭიროებების დაძლევისთვის არაფერს არ ვაკეთებთ, ნუ რასაკვირველია. ეს არის უკვე სისტემური პრობლემა. კოალიციის განცხადებას განათლების კომიტეტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. მარიამ ჯაშის განცხადებით, ბულინგის პრობლემაზე სასაუბროთ ის მზად არის მესამე სექტორს შეხვდეს. ჩვენ ერთი მხრივ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის უდიდესი წარმატება, რომელსაც მივახციეთ 7000 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლის ინტეგრაციის გზაზე განათლების სისტემაში. ეს არის უდიდესი წარმატება, თუმცა რა თქმა უნდა რჩება გამოწვევები, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანაში და მე მზად ვარ შევხვდე არასამთავრობო ორგანიზაციებს და ჩვენ ერთობლივად განვიხილოთ კიდევ დამატებით რა შეიძლება გაკეთდეს ბულინგის აღმოსაფხვრელად. განცხადება დღეს იუსტიციის მინისტრმა გააკეთა. თეა წოლუკიანის თქმით, ძალადობისგან ბავშვების დასაცავად ოჯახის ჩართულობა მნიშვნელოვანია. სკოლებში და სკოლის მიღმა აუცილებლად გვჭირდება კიდევ უფრო გავაძლიეროთ სახელმწიფო პასუხი იმისათვის, რომ ყველა ბავშვი, ვინც მიდის დილით სკოლაში ან გადის ქუჩაში, თავს გრძნობდნენ კომფორტულად. აუცილებელია, რომ ყველა მშობელი თანამშრომლობდეს სკოლასთან, მასწავლებლებს ჰქონდეთ და იმ ადამიანებს, ვინც ბავშვებთან ურთიერთობს, პროფესიონალებს, უფრო მეტი ინფორმაცია თუ როგორ სიტუაციაში როგორ მოიქცნენ. ბავშვთა ჰომოფობიური ბულინგისა და ძალადობისგან დაცვის მოწოდებით 41-მა ორგანიზაციამ განცხადება დღეს გაავრცელა. შეიქმნას შესაბამისი კომპეტენციის მქონე ფსიქოსაკონსულტაციო სამსახურები. დაიწყოს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხანგრძლივი კამპანია. ეს არის მოთხოვნები, რომელიც მესამე სექტორმა გააჟღერა. ჩვენ კვლავ ვუბრუნდებით აქციებს. ამჯერად პირდაპირ ეთერში გვერდება სოფო ბერიძე პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან და მისგან შევიტყობთ რა ხდება ამ წუთში აქციაზე. ნანა, აქციის მონაწილეები ისე ვრჩებიან პარლამენტის შენობასთან, მათგან კვლავ ისმის ჰომოფობიური შინაარსის განცხადებები და ასევე განცხადება იმის თაობაზე, რომ არ წავლენ ამ ტერიტორიიდან, ვიდრე არ მოხდება დღეს თელი დღის განმავლობაში დაკავებული მათი თანაგუნდელების გათავისუფლება. სულ ცოტა ხნის წინ აქ მოვიდა ქართული მარშის ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე, რომელმაც მიმართა საქართველოს მთავრობას და მოუწოდა, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ეს ადამიანები. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი იმუქრებიან რადიკალური ნაბიჯებით, ამბობენ, რომ მათი ნაბიჯები იქნება კონსტიტუციის ფარგლებში, თუმცა სხვადასხვა გზით გააპროტესტებენ დაკავებული თანაგუნდელების დაკავებას. ერთ-ერთი მაგალითად მათი გეგმა არის რუსთაველის გამზირის გადაკეტვა, თუმცა სანდრო ბრეგაძემ იცქვა, რომ ეს იქნება ყველაზე მსუბუქი პროტესტი მათი მხრიდან. როგორც გითხარით, ამ დრომდე რჩებიან რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები. აქ ეს ადამიანები, მათი ნაწილი ბავშვებთან ერთად არის მოსული. ამ კონკრეტულ მომენტში და ამ საღამოს განმავლობაში უშუალოდ ძალადობრივი მოწოდებები მათი მხრიდან არ გაგვიგია, თუმცა განცხადებების შინაარსი ცალსახად არის ჰომოფობიური. აქ სასულიერო პირებიც იმყოფებიან, ისინი მოვიდნენ მას შემდეგ, რაც რამდენიმე ინციდენტი მოხდა და რამდენჯერმე დააკავეს ამ საზოგადოების წევრები და უკვე მოვიდნენ სასულიერო პირები, რომლებიც ამბობენ, რომ სრულად იზიარებენ ამ ადამიანების პროტესტს. ისინი კი აპროტესტებენ ქვეყანაში ჰომოფობიისა და ტრანსფობიის
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნას, LGBT თემის პროპაგანდას, უნდა აღნიშნოს, რომ საკმაოდ აგრესიულები არიან მედიის მისამართი და ცხადია, აქ რჩებიან სამართალდამცველების საკმაოდ დიდი რაოდენობით, ისინი აკონტროლებენ მთელს პერიმეტრს, იმისთვის რომ რაიმე ინციდენტს ადგილი არ ჰქონდეს, თუმცა რამდენჯერმე სრულიად მოულოდნელად აქციის რამდენიმე მონაწილე თავიდან გაიქცა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მიმართულებით, შემდეგ მათ მიყვა აქციის ძირითადი ნაწილიც, უკვე შემდეგ მათ მოუწოდეს, რომ უკან პარლამენტის შენობასთან დაბრუნებულიყვნენ და როგორც გითხარით, აი ხედავთ, რომ რჩებიან პარლამენტის შენობასთან, ისინი არ არიან ბევრნი. მადლობ სოფო ბერიძემ გაგვაცნო თუ რა ხდება პარლამენტის წინ მდებარე ტერიტორიაზე. ახლა კი გადავინაცვლოთ მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ გამართული აქცია დასრულდა. იქ იმყოფება ჩვენი კორესპონდენტი ნანუკა ქაჯაია. ნანუკა, რა ხდება ამ წუთებში? ლევან LGBT თემის წარმომადგენლებმა და მათმა მხარდამჭერებმა მთავრობის ადმინისტრაციის ტერიტორია უკვე დატოვეს. თქვენ ახლა სატელევიზიო დრონის მეშვეობით თვალს ადავნებთ თუ რა ხდება ამ წუთას მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე. კვლავ არიან სამართალდამცველები მობილიზებული და მედიის წარმომადგენლები. მე გეტყვით, რომ სამართალდამცველებმა ყვითელი ავტობუსებით გააცილეს აქციის მონაწილეები. ამ დროისათვის მხოლოდ ერთი ყვითელი ავტობუსი რჩება ტერიტორიაზე. მასაც ისიც ძალიან მალე გაიძრება ქალაქისაკენ. მე გეტყვით, რომ მოქალაქეების ნაწილმა, აქციის მონაწილეების ნაწილმა გადაწყვიტა, რომ ფეხით დაეტოვებინა მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორია და სამართალდამცველებმა ეს მოქალაქეებიც გააცილეს პერიმეტრიდან. ამ დრომდე ასეთი არის ამ წუთებში ახლა ვითარება, ამ დრომდე სამართალდამცველები რჩებიან ტერიტორიაზე და არ ეძლევენ რიგით მოქალაქეებს უფლებას შემოაღწიონ კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე. მადლობ ნანუკა, ეს ნანუკა ქაჯაია იყო. ჩვენ განვაგრძობთ გამოშვებას. დაზიანება იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზის კარზე ჯვრის გამოსახულება და წარწერა რელიგიური მოწოდებით იწამე ღმერთი ჩვენი გორში. ერთ-ერთი სახლის კარს ავარაუდოთ სანადირო თოფითაც ესროლეს და წარწერაც მაშინ გაჩნდა. ფაქტი პოლიციამ და ექსპერტ კრიმინალისტებმა უკვე შეისწავლეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სხვისი ქონების დაზიანებისა და რელიგიური გამოხატვის თავისუფლებისთვის ხელის შეშლის მუხლით დაიწყო. მომხდარის შესახებ ინფორმაცია ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრისთვისაც გახდა ცნობილი, თუმცა ოფიციალურად მათთვის იეჰოვას მოწმეებს არ მეუმართავთ. კარებზე თქვენ ხედავთ არის დახატული რელიგიური ნიშანი, ხო? ჯვარია გამოსახული და ფიქრობთ ნასროლია თოფი ალბათ, ხო? ჩვენ ასე ვფიქრობთ. სამშაბათ დილით რო მოვედით, ნახეთ რომ ასე იყო დაზიანებული. მე ამას ვით შურიზიებას დავარქმევ და ვერ ძეწოლას. იმიტომ რომ ეს ისე ხშირად არ ხდება, რომ ვიღაცა ამის გამო გითხრას, რომ ჩვენ ამიტომ ვაკეთებთ ამას. ეს არის რა თქმა უნდა კანონდარღვევა, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულია. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი არის, სისხლის შინაგან საქმეთა სამინისტროს აღძრული აქვს უკვე შესაბამისი საქმე, თუმცა მოუწოდებთ ჩვენ პროკურატურასაც, შინაგან საქმეთა სამინისტროსაც, რომ ამ დანაშაულებში გამოკვეთოს რელიგიური ნიშნით სიძულვილისა და დისკრიმინაციის მოტივი და ამ კუთხით წაიყვანოს გამოძიება, დაადგინოს დამნაშავეები და დასაჯოს ისინი კანონის სრული სიმკაცრით. არის თუ არა დარღვევები იაფის სახლის პროექტში და დააკავებენ თუ არა ბათუმის ყოფილ მერს გამოძიებას აინტერესებს რა კავშირი აქვს მერის ყოფილ დამოქმედ მალოჩინოსნებს დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხის გაფლანგვასთან. გაუჩინარებულ 1,5 მილიონზე მუნიციპალიტეტში კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ. გაურკვეველია პროექტ იაფის სახლის ბედიც. დაკარგული მილიონების საქმეზე კი გამოძიება გრძელდება. ეს ის ტერიტორია, სადაც ბათუმის ყოფილმა მერმა ჯერ კიდევ 4 წლის წინ იაფის სახლების პროექტის მშენებლობის პირობა დადო. მშენებელ კომპანიას გიორგი ერმაკოვმა 1,5 მილიონ ავანსიც გადაუხადა, თუმცა მას შემდეგ არც ეს კომპანია უნახავს ვინმეს და არც იაფის სახლები. ჯავახიშვილის 78A-ში არაშენდას ბედით საგამოძიებო უწყება დაინტერესდა. გამოძიებას აინტერესებს რა კავშირი აქვთ მერის ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნებს დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხების გაფლანგვა. მე ყველა ინფორმაცია ამ საქმესთან დაკავშირებით თავიდან ბოლომდე მივაწოდე გამოძიებას. მეც ვერაფერს ვერ გეტყვი. ვინ უნდა იყოს პასუხისმგებლობა? არა, მე ვთვლი, აქ არის საუბარი უფრო კომპანიაზე, კომპანიის ვალდებულება. კომპანიის სანდოობის საკითხი თუ შეისწავლეთ მაშინ? კომპანია აწარმოებდა სამუშაოებს, სხვაგანაც აკეთებდა შეკვეთებს. ზოგადი კითხვები იყო საერთოდ ტენდერთან მიმართებაში, როგორ ჩატარდა, როდის ჩატარდა და ასე შემდეგ. რა კრიტერიუმები იყო და ასე შემდეგ და პასუხები გავეცით ამომწურავად. ტელევიზიის საშუალებით გავიგე, რომ ბატონი გიორგის ბრძანდებოდა
ყოფილ მერთან ერთად გამოიკითხნენ მერიის საფინანსო და ეკონომიკური სამსახურის ხელმძღვანელები, თუმცა გამოკითხულებს კამერებთან გამოჩენა არ სურთ. გაუჩინარებულ 1.5 მილიონზე ოფიციალური კომენტარი არც ბათუმის მერიაში კეთდება. უწყებაში მხოლოდ იაფის სახლის სამომავლო გეგმებზე საუბრობენ. პირობას დებენ, რომ წარსულის გამოცდილებას გაითვალისწინებენ და თანხას განახლებული პროექტის მშენებლობის დასრულების შემდეგ გასცემენ. თანხები რაც შეეხება არავითარი წინასწარმიცემა არ არის შესრულების მიხედვით მოხდება ანაზღაურება. გაფორმდა ხელშეკრულება, ეს არის კომპანია შპს MTM-ი, რომელმაც აიღო ვალდებულება, რომ ხელშეკრულების ფარგლებში უნდა აშენოს 2 5-სართულიანი კორპუსი, თითო კორპუსი იქნება 20 ოჯახზე გათვლილი. კომპანიას არ ქონდა სათანადო გამოცდილება, ჩვენ მივიჩნიეთ შესაბამისად ეს იყო ზუსტად ხარვეზები. აუდიტის სამსახურში გამოძიების დაწყების მიზეზებზე საუბრობენ. აუდიტორი აცხადებს, რომ 2015 წელს ბათუმის მერიამ საეჭვო კომპანია კონვენტ ჯორჯიას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ავანსი ისე გადაურიცხა, რომ არც კომპანიის წარსული გამოცდილება შეისწავლა და არც რისკები შეაფასა. არ იქნა სამუშაოები შესრულებული. ამასთან არ გადარიცხული თანხები არ არის დაბრუნებული ბიუჯეტში. შესაბამისად, ბიუჯეტს მიადგა ზიანი 1.4 მილიონი ლარის ოდენობით. მესამე სექტორი უკვე წლებია ბათუმის 2015 წლის ბიუჯეტიდან გაფლანგულ თანხებზე საუბრობს. არასამთავრობოები აცხადებენ, რომ გამოძიება დროულად უნდა დასრულდეს, პარალელურად კი განახლებული პროექტის ხარვეზებზე საუბრობენ. ფაქტობრივად 1.4 მილიონი არის გადაყრილი წყალში ამ ეტაპზე. ჩვენ ვამბობდით, რომ ჯერ დადგენილი იყო ბენეფიციართა შერჩევის კრიტერიუმები, დადგენილი იყო მოთხოვნის დონე და შემდგომ გამოცხადებული იყო ტენდერი და ადამიანების მოთხოვნებს მორგებოდა ეს პროგრამა. გაფლანგული მილიონების საქმეზე გამოძიება გრძელდება. არ არის გამორიცხული საგამოძიებო უწყებაში ბათუმის ყოფილი მერი ისევ დაიბარონ. ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო იძებნებიან კონვენტ ჯორჯიას ხელმძღვანელებიც. იაფის სახლის მშენებლობის დასრულებას კი ბათუმელებს უკვე მეორედ დაჰპირდნენ. ამჯერად იაფის სახლი 2019 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს. პარალელურად ჯერ კიდევ უცნობია, ვინ შეძლებს ჯავახიშვილის 78 აში სახლის იაფად ყიდვას. მომხმარებელთა უფლებების დარღვევის მორიგი ფაქტი, რატომ დევს მაღაზიებში საკვები და სანიტარო-ჰიგიენური პროდუქტები ერთ დახზე. უფლებადამცველები ამ მიმართულებით სახელმწიფოსგან კონტროლის გამკაცრებას მოითხოვენ, სპეციალისტები კანონის ხარვეზებზეც მიუთითებენ. ერთ სივრცეშია, როგორც სურსათი, ისე ჰიგიენური საშუალებები. რატო არა გაქვთ ცალკე? წონით დავინახეთ ხვნილი, სადაც გაქვთ სურსათთან, ასაწნო პროდუქტთან, რატოა ეს ერთ სივრცეში? არ ვიცი. თბილისის ერთ-ერთ უბანში მაღაზიის გამყიდველი ქრონიკის კითხვამ გააღიზიანა და სავაჭრო ობიექტის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. სურსათისა და სანიტარულ-ჰიგიენური მოხმარების პროდუქტების ერთ დახზე განლაგების ფაქტებს უბნის მაღაზიებში არც თუ იშვიათად შეხვდებით. თანამშრომლები განმარტავენ, რომ ქიმიური ნივთიერება და საკვები გვერდიგვერდ ფართის სიმცირის გამოდევს. ცალკე ის არა გამოყოფილი. და რატომ არა გაქვთ გამოყოფილი? არ არის ფართის გამო საშუალება? რომ ცალკე გაყოთ? ხო, რა ვიცი, არც ვიფიქრე. ხო, იზოლირებული არ უნდა იყოს, როგორ ფიქრობ? ეგრე მაშინ ყველაფერი აწყობილი უნდა ქონდეს ქვეყანაში ხუთიანზე, რომ ამდენი ის არ დასჭირდეს ადამიანს. სადავაწყოთ იზოლირებულად, როგორ სხვა ფართი დავიქირავთ კიდე? ანუ ამ სივრცეში ვერ მოხერხდება? ვერანაირად როგორ უნდა მოხერხდეს? მომხმარებელთა უფლებადამცველები სახელმწიფოსგან მეტ ყურადღებასა და კონტროლს მოითხოვენ. სპეციალისტები ამბობენ, რომ სავაჭრო ობიექტებში ქიმიური საშუალებებისა და საკვების სექციები ერთმანეთისგან უნდა იყოს გამიჯნული. მათივე თქმით, დიდ მარკეტებში ეს სტანდარტი დაცულია. მცირე მარკეტების უმრავლესობა კი ამას ვერ ახერხებს. ძალიან ხშირად გვხვდება სამწუხაროდ ასეთი ფაქტები უბნის მაღაზიებში, ვინაიდან ტერიტორია არის ძალიან მცირე და მაღაზიის მენეჯმენტი ითვალისწინებს იმას, რომ რაც მეტია ასორტიმენტი, მით უფრო მიმზიდველია მოსახლეობისთვის და კომფორტულია, მაგრამ არ ითვალისწინებენ იმას, რომ ეს კომფორტი შეიძლება მომხმარებლის ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი იყოს. კანონმდებლობა ითხოვს, რომ ჰიგიენური საშუალებები, იგივე საოჯახო ქიმია რაც არის, რა თქმა უნდა, არანაირად არ უნდა იყოს ახლო განთავსებული სასურსათო პროდუქტებთან. ანუ არ შეხებაზე უკვე აღარ ელაპარაკი, ახლოსაც არ უნდა იყოს, გვერდიგვერდ არ უნდა იდოს ეს პროდუქტები.
კონტროლის გამკაცრების საჭიროებას ვერ ხედავს სურსათის ეროვნული სააგენტო. სურსათის უნებლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე განმარტავს, რომ ბიზნეს ოპერატორების უმრავლესობა კანონით დადგენილ შესაბამის წესს იცავს. სხვა სანქციების დაწესებას კი საჭიროდ არ მიიჩნევს. უმრავლესობა ბიზნეს ოპერატორებს ცდილობს, რა თქმა უნდა, რომ არ მოხდეს შეხება სხვადასხვა აბსოლუტურად შეუსაბამო დასახელების ნივთების, იქნება ეს ტექნიკური საშუალება თუ სარისხის საშუალება და სურსათი ერთმანეთთან შეხებაში არ იყოს. თუ ასეთი ფაქტი ფიქსირდება და მე ახლა არ მახსენდება ხშირად პირველ შემთხვევაში ასეთი, რა თქმა უნდა, შესაბამისი რეაგირება ხდება ჩვენს მხრიდან, რეკომენდაციის მიცემა და თუ ეს საერთოდ სურსათის უნებლობაზე გავლენას ახდენს, შეიძლება ჯარიმასაც დაეკონტროლოს ბიზნეს ოპერატორი. მაღაზიებში ქაოტურად განლაგებულ ქიმიურ და სასურსათო პროდუქტებს ზოგიერთ შემთხვევაში საგანგაშო შედეგები მოსდევს. რამდენიმე დღის წინ გამყიდველის სავარაუდო შეცდომის გამო ფოთში 2 მცირეწლოვანი მოიწამლა. 6 წლამდე გოგონას და 9 წლის ბიჭს ტოქსიკოლოგიური კვლევები იაშვილის სახელობის კლინიკაში ჩაუტარდათ. მოზარდები ამჟამად მკურნალობას სახლში განაგრძობენ. აფრიკის კონტინენტზე ისევ ეპიდემიამ ძვინვარებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კონგოში ებოლას ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლოდ ვაქცინის დიდ პარტიას გზავნის. მართალია კომპანია მერკის მიერ წარმოებულ პრეპარატს ლიცენზია არ აქვს, მაგრამ მომაკვდინებელი ვირუსის წინააღმდეგ დღესდღეობით ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა. კონგოში ებოლას ვირუსმა უკვე ეპიდემიის სახე მიიღო. ინფიცირებულთა რიცხვმა მკვეთრად იმატა ქალაქებში ბიკორში, იბოქსა და ვანგატაში. დაღუპულთა რიცხვმა 40 გადააჭარბა, დაკვირვების ქვეშაა 400-მდე ადამიანი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 4000 ერთეული ვაქცინა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გასაგზავნად კომპანია მერკისგან უკვე შეიძინა. დღეს დილით ჟენევაში 4000 ერთეული ვაქცინა ჩამოვიდა. მედიკამენტს კინშასას სხვადასხვა კლინიკაში ვგზავნით. წარმოებელი კომპანია საჭიროების შემთხვევაში დამატებითი პარტიის გამოგზავნასაც დაგუპირდა. თავარი სირთულე ისაა, რომ ვაქცინა შესაბამის ტემპერატურულ პირობებს საჭიროებს. გახსნამდე -60-80 გრადუსის პირობებში უნდა ინახებოდეს. გაუმართავი ინფრასტრუქტურის შემთხვევაში კი შენახვის პირობების დაცვა პრობლემაა. ინფიცირებულების უმრავლესობა საავადმყოფოებში არ არის მოთავსებული. მათთან მისასვლელად კი ექიმებს მოტოციკლებით გადაადგილება უწევთ. ვაქცინა ჯერჯერობით ლიცენზირებულიც არაა და ჯერ ისევ ექსპერიმენტულად მიიჩნევა, რადგან ადამიანებზე გვინეაში 2014-16 წლებში გამოიცადა, როცა ებოლას ეპიდემიას 11300 ადამიანი ემსხვერპლა. ებოლას ციებ-ცხელება თანამედროვეობის ერთ-ერთი საშიში დაავადებაა. ინფიცირებულებს სხეულის ტემპერატურის მკვეთრი მატება, გულის რევა, ღებინება, კრუნჩხვა და სისხლდენა აღენიშნებათ. დაავადებულთა 90-60% ინფექციის მსხვერპლი ხდება. ვაქცინაცია სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. პირველ რიგში ექიმებისაც რა მიგვაჩნია საჭიროდ, რადგანაც ინფიცირების ყველა დიდი რისკის ჯგუფს განეკუთვნებიან პაციენტებთან უშუალო შეხების გამო. რისკის მაღალი ჯგუფის სია და მასობრივი ვაქცინაცია უკვე მომავალი კვირიდან დაიწყება. ებოლას ვირუსი პირველად 1976 წელს კონგოში აღმოაჩინეს, მაგრამ მისი ანგოლაში, გაბონში, სუდანსა და კოტ-დივუარში გავრცელებისთვის ხელი შეშლა ვერ მოხერხდა. აფრიკის კონტინენტზე სულ 28000-ზე მეტი ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა. გვინეის გარდა სასიკვდილო ვირუსს ასობით პაციენტი ლიბერიასა და სიერა-ლეონეშიც ემსხვერპლა. საქართველოში მუზეუმების საერთაშორისო კვირეულისთვის ემზადებიან 18 და 19 მაისს თითქმის ყველა საგამოფენო სივრცე დამთვალიერებელთათვის ღამითაც ღია იქნება. სტუმრებს იქ ერთი კვირის განმავლობაში გამოფენები, ასევე სხვადასხვა საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიება დახვდებათ. გაიმართება სემინარები, რომელიც საქართველოს რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს მიეძღვნება. მაისს თუ ღამით აბრეშუმის მუზეუმში მიხვალთ ბენ ვილერის მუსიკალური ინსტალაცია დაგხვდებათ. ეს სამუზეუმო დაზგები საგამოფენო სივრცეში წლებია, აბრეშუმის შექმნის ისტორიას ყვება. ახლა კი ახალი დატვირთვა აქვს. მათი დახმარებით ამერიკელი ეთნომუსიკოლოგი ექსპერიმენტულ მუსიკას ქმნის. აბრეშუმის მუზეუმის პროექტი ვირტუალური ღამე იმ აქციის ნაწილია, რომლის მიხედვითაც დამთვალიერებელთათვის მუზეუმები 18 და 19 მაისს ღამითაც გაიხება. ყველაზე საინტერესო მუშაობის პროცესი იყო. თითოეულ დაზგას უნიკალური ჟღერადობა ჰქონდა, რომლითაც მე ერთიანი კომპოზიცია უნდა შემექმნა. ფიქრობ, მიზანს მივახციეთ და აქ მოსული დამთვალიერებლები ექსპონატებს განსხვავებული დატვირთვით იხილავს. აბრეშუმის მუზეუმი ვირტუალური ღამის ფარგლებში ძალიან საინტერესო კონცეფციას წარმოადგენს ძველი დანადგარების თავიდან გაცოცხლების თვალსაზრისით. სწორედ ამ მიზნით მოვიწვიეთ ამერიკელი ეთნომუსიკოლოგი და ექსპერიმენტული მუსიკის წარმომადგენელი ბენ ვილერი, რომელიც ძალიან საინტერესო კომპოზიციებით გააცოცხლებს ამ ლაბორატორიულ დანადგარებს.
პროექტი მოდი ღამე მუზეუმში საქართველოს მასშტაბით თითქმის ყველა საგამოფენო სივრცეს აერთიანებს. კვირაულს ეროვნული მუზეუმის საგამოფენო დარბაზები მუდმივ მოქმედი და დროებითი გამოფენებით უერთდებიან და დამთვალიერებლებს ექსპოზიციების ხილვას თავისუფალი დასწრებით სთავაზობენ. ყველა მუზეუმი იქნება ღია და დამთვალიერებლისთვის ყველა საექსპოზიციო დარბაზი იქნება უფასო. მინდა გამოვყო ეროვნული გალერეა, სადაც დამთვალიერებელს შეიძლება ნახოს ტიციანის ტილო ღვთისმშობელი ყრმით ორიგინალი. საქართველოს ისტორიის მუზეუმი საერთაშორისო კვირაულის ფარგლებში რამდენიმე გამოფენას წარადგენს. მათ შორის გერმანიაში მცხოვრები ქართველი ხელოვანის ქეთი კაპანაძის 8 წუთს. მისი ექსპოზიცია ამ სივრცეში პირველად და ბოლოს 19 წლის წინ შედგა. 19 მაისის ღამეს სტუმრებს აქ თავად ავტორთან დისკუსიის შესაძლებლობაც ექნებათ. ეს გამოფენა პირველად კეთდება თბილისში და მიხარია რომ ამ კონტექსტში კეთდება, რადგან ბევრი სტუმარი ჩამოდის ამასთან დაკავშირებით და უფრო ინტერნაციონალურია ისევ, რაც თავისთავად საინტერესოა ყველასთვის, მე მგონი მხატვრისთვისაც და მნახველისთვისაც. გვექნება ძალიან ვრცელი საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის სახელწოდება არის მუზეუმი ზღაპრული სამყარო, სადაც 30-მდე ბავშვი მიიღებს მონაწილეობას. ეს პროგრამა უფრო დღის განმავლობაში იქნება, ხოლო დანარჩენი ეს გამოფენები საღამოს 8 საათიდან ამოქმედდება. მოდი ღამე მუზეუმში 2005 წლიდან ევროსაბჭოს ინიციატივით იმართება. საქართველოს სპორტის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ პროექტი ტრადიციად აქცია. მისი მიზანია ტექნოლოგიების ეპოქაში მუზეუმებმა პუბლიკის ახალ გამოწვევებს ახლებურად უპასუხონ. 101 მუზეუმი არის მთელი საქართველოს მასშტაბით ჩართული ამ ღონისძიებაში. ყველაზე მნიშვნელოვანი არის გარდა ტრადიციული ექსპონატებისა და ექსპოზიციებისა, რომელიც არის ისედაც მუზეუმში გათვალისწინებული, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა რომ შევიმეცნოთ გაცოცხლებული სამუზეუმო ექსპონატები. თელეკვირის განმავლობაში საქართველოს ყველა მოქმედი მუზეუმი დამთვალიერებლებს სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო და კულტურულ ღონისძიებებს შესთავაზებს. განსაკუთრებული დატვირთვა პირველი რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო თემატიკას მიენიჭება. და გამოშვების ბოლოს კვლავ უბრუნდებით დღის მთავარ თემას. მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ მიმართული აქცია დასრულებულია. აქციის მონაწილეთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე ისინი ტერიტორიიდან სპეციალური ავტობუსებით გაიყვანეს. აქციის მიმდინარეობისას მცირე ინციდენტსაც ჰქონდა ადგილი, როდესაც ერთ-ერთი მოქალაქე აქციის მონაწილეებს მიუახლოვდა და ერთ-ერთ მათგანს, რომელიც სიტყვით გამოდიოდა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი გაიქცა, თუმცა პოლიციამ მისი დაკავება შეძლო. მთავრობის ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯერჯერობით კვლავ შეინიშნებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, ისინი უსაფრთხოებას იცავენ. მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიისგან განსხვავებით ჯერჯერობით აქცია ისევ მიმდინარეობს პარლამენტთან. აქ შეკრებილი ადამიანები ითხოვენ აქტივისტების გათავისუფლებას, ასევე აპროტესტებდნენ იმ აქციას, რომელიც უკვე დასრულდა მთავრობის კანცელარიასთან და აქ იმყოფებიან ქართული მარშის, ქართული იდეისა და ქართული ერთობის წარმომადგენლები, ასევე მათი მხარდამჭერები, რომლებიც როგორც უკვე გითხარით, აპროტესტებენ აქციას, რომელიც უკვე დასრულებულია მთავრობის კანცელარიასთან, ასევე ითხოვენ აქტივისტების გათავისუფლებას. სულ არის 51 ადამიანი დაკავებული, მათ შორის 36 არის ადმინისტრაციული წესით დაკავებული, 5 კი გამოკითხვაზე იმყოფება. და კიდევ ერთი ინფორმაცია, რომელიც ცოტა ხნის წინ გავრცელდა და იმედი ნიუსით გახდა ცნობილი, ეროვნული ერთობის ლიდერები, რომლებიც ამ წუთებში ამ აქციაზე იმყოფებიან, ფაშისტური სიმბოლიკის გამოყენების წინააღმდეგ თავისუფლების ქარტიის კომისიისგან გაფრთხილების წერილი მიიღეს. იმედი ნიუსის ინფორმაციით ეროვნული ერთობის ლიდერებს თორნიკე კივილაძეს და გიორგი ჭელიძეს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში მოქმედმა თავისუფლების ქარტიის კომისიამ უკვე გაუგზავნა წერილობითი გაფრთხილება იმის შესახებ, რომ ფაშისტური სიმბოლიკის გამოყენების შემთხვევაში მათ წინააღმდეგ გატარდება კანონით გათვალისწინებული ზომები. რაც პირველ ეტაპზე ჯარიმას ითვალისწინებს, როგორც იცით, უკვე საათზე მეტია, რაც გიორგი ჭელიძე პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება. ბოლოს გეტყვით, რომ დღეს ყველა სიახლე უნდა ნახოთ იმედი ნიუს ჯიზე. ქრონიკამი დასრულდა, ჩვენ ხვალამდე გემშვიდობებით, ნახვამდის. მადლობთ, რომ გიყურეთ. სპორტს იმედზე წარმოგიდგენთ კრისტალბეტი. მუდამ ნომერი პირველი.
გამარჯობა. იმედის ეთერში სპორტს ახალი ამბების დროა. საქართველოს 20 წლამდე ასაკის მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას ასრულებს. დღეს ნაკრების ბაზას გაეროში ტოლოვითა უმაღლესი კომისარიატის და რაგბის კავშირის ორგანიზებით უცხოელი და ქართველი დევნილი ბავშვები ესტუმრენ. შეხვედრა შევარდენის სანაკრებო ბაზაზე გაიმართა. პატარა სტუმრება დაათვალიერეს ის ადგილები, სადაც მორაგბეები შეკრებას გადიან და რაგბის მნიშვნელობის შესახებაც ისაუბრეს. ბავშვები დღეს ასევე ინგლისის საგრაფოების 20 წლამდელთა ნაკრების წევრებს შეხვდნენ და მათთან ერთად რაგბიც ითამაშეს. საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრები ინგლისის საგრაფოების გუნდს 19 მაისს ავჭალის სტადიონზე შეხვდება. თამაში 20 საათზე დაიწყება, დასწრება თავისუფალია. რო აგდეთ ხელი შემოხვიე და ჩვენ თუ სად ვარჯიშობენ ბიჭები, როგორ ცხოვრობენ, სად ჭამენ, ასე თქვა, სად ისვენებენ. ჩვენ სარაგბო ოჯახში შემოყვას, ასე თქვა, კარებს უხსნით და მას შემდეგ ველაპარაკებით ზუსტად იმ ფასეულობებზე და ღირებულებებზე, რაც ჩვენ ძალიან გვიყვარს. გაეროს ტოლოთა უმაღლესი კომისარიატი რაგბის ფედერაციასთან ერთად ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს იმისათვის, რომ ბავშვებში, კერძოდ დევნილთა და ტოლოთა ბავშვებში მოხდეს რაგბის პოპულარიზაცია. ჩვენ არაერთხელ ერთად მოგვიყვანია აქ დევნილი და ტოლოილი ბავშვები, სხვადასხვა ქვეყნიდან, სირიიდან, ერაყიდან, უკრაინიდან არიან დღეს ბავშვები აქ, ასევე როგორც დევნილი ბავშვები, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან. მაკედონიაში გამართული ევროპის ჩემპიონატი ქართველი სპორტსმენებისთვის წარმატებული გამოდგა. საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთან ნაკრებმა ტურნირი 1 ოქროს, 1 ვერცხლის, 5 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ევროპის ჩემპიონი ბაგრატ გაგრიძე გახდა. ვერცხლის მედალი დავით აბდალაძე მოიპოვა, გიორგი გეგელაშვილი, გიორგი ჭოლაძე, ვლადიმერ გამყრელიძე და გიორგი ნებუნიშვილი, ასევე სოლომონ მანაშვილი მესამე ადგილზე გავიდნენ. საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა. სპორტის ხელმისაწვდომობისა და მასობრივი სპორტის განვითარების სტრატეგიის შემუშავებასთან დაკავშირებით პირველი საჯარო კონსულტაცია თელავში გაიმართა. კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ თელავში კახეთის რეგიონის მოსახლეობას მასობრივი სპორტის განვითარების სტრატეგია წარუდგინა. სტრატეგიის შემუშავების პროცესში გათვალისწინებულია ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წევრების და სხვა დაინტერესებულ პირთა აქტიური ჩართულობა. პროექტზე მუშაობა 2018 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ორივე ამ დოკუმენტზე მუშაობა საჯაროობის, გამჭვირვალობის და საზოგადოების ჩართულობის უმაღლესი სტანდარტით ჩატარდეს, რათა ჩვენი საზოგადოება თანამონაწილე იყოს ამ დოკუმენტების შემუშავების პროცესში. ეს პროგრამა არის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, რომელიც ჩვენი საზოგადოების და ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარების პრიორიტეტს წარმოადგენს. სწრაფ ევროკავშირისგან ნიშნავს, რომ ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესი უნდა იყოს პრიორიტეტული. ჯანლუიჯი ბუფონმა კიდევ ერთხელ და როგორც ჩანს ამჯერად უკვე საბოლოოდ გადაწყვიტა ტურნირის იუვენტუსის დატოვება. დღეს ლეგენდარულმა მეკარებს საგანგებო პრესკონფერენცია გამართა, რაც იუვენტუსის ვებგვერდზე პირდაპირ ეთერში გადაიცა. შაბათს ვერონასთან შეხვედრა ჩემთვის იუვენტუსის მაისურით უკვე ბოლო იქნება, განაცხადა ბუფონმა. ფიქრობ, ეს საუკეთესო გზაა ჩემი საოცარი თავგადასავლის დასრულებისთვის. მეშინოდა რომ მოედანზე მხოლოდ წარსული დამსახურებისთვის გამიყვანდნენ. საბედნიეროდ ეს ასე არ მოხდა. ვთვლი რომ ბოლომდე ვითამაშე იმ დონეზე, რომელიც იუვენტუსს შეეფერება. ბუფონმა განაცხადა, რომ მას აქვს რამდენიმე წინადადება, თუმცა ჯერ არ იცის მოედანზე გავა თუ სხვა თანამდებობაზე იმუშავებს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ იტალიელ მეკარეს ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი ლივერპული და არგენტინის ბოკა ხუნიორსი ეპატიჟება. მადრიდის საფეხბურთო კლუბი ატლეტიკო კი ევროპა ლიგის გამარჯვებულია. დიეგო სიმეონეს გუნდმა ფინალში დამაჯერებლად 3-0 დაამარცხა საფრანგეთის მარსელი. დუბლი ანტუან გრიზმანმა შეასრულა, ერთი ბურთით კი გაბიმ გაიტანა. ატლეტიკომ ევროპა ლიგა არსებობის ისტორიაში მესამედ დიეგო სიმეონეს ხელმძღვანელობით კი უკვე მეორედ მოიგო. ევროპაში საფეხბურთო სეზონი კი 26 მაისს დასრულდება. კიევის ოლიმპიურ სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართება, სადაც ერთმანეთს ინგლისის ლივერპული და მადრიდის რეალი შეხვდებიან. სპორტს ახალი ამბები ამით ამოვწურეთ, მე ხოლმე დაგემშვიდობებით, თქვენ კი გილით ამინდის პროგნოზი, რომელსაც მარიამ სანოგოვა გაგაცნობთ. ხვალავთ.
ორწიმეთზე წარმოგიდგენთ კრისტალბეთი, მუდამ ნომერი პირველი. ვნახოთ როგორი ამიტკველის 18 მაისს საქართველოში. დავიწყოთ დასავლეთ რეგიონიდან. ქუთაისში დღე უნალექოდ ჩაივლის, დაუბერავს აღმოსავლეთის ქარი 15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა დღისით 32, ღამით 17 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეა მოსალოდნელი ოზურგეთში, დაუბერავს აღმოსავლეთის ქარი 13 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა დღისით 31, ღამით 14 გრადუსი იქნება. ბათუმში სინოპტიკოსები უნალექო დღეს ვარაუდობენ. იქროლებს სამხრეთის ქარი 14 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა დღისით 30, ღამით კი 16 გრადუსი დაფიქსირდება. ღრუბლიანობა მოიმატებს ზუგდიდში, დაუბერავს აღმოსავლეთის ქარი 13 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა დღისით 30 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი 13 გრადუსი იქნება. სოხუმში დღე უნალექო ჩაივლის, შესაძლებელია სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით 28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 15 გრადუსი დაფიქსირდება. მაღალმთიან რეგიონში გადავინაცვლოთ. მესტიაში საღამოს საათებში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით 25, ღამით 5 გრადუსი დაფიქსირდება. ასევე ონში საღამოს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. დაუბერავს აღმოსავლეთის ქარი 12 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა დღისით 28, ღამით 9 გრადუსი დაფიქსირდება. ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდები ახალციხეში, დაუბერავს აღმოსავლეთის ქარი 13 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა დღისით 22, ღამით კი 9 გრადუსი დაფიქსირდება. გორში მოსალოდნელია უნალექო დღე და აღმოსავლეთის ქარი 13 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა დღისით 30, ღამით 10 გრადუსი იქნება. უნალექო ჩაივლის დღე ცხინვალში, დაუბერავს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი 13 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა დღისით 29 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი 9 გრადუსი დაფიქსირდება. თალავში საღამოს საათებში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით და აღმოსავლეთის ქარი 13 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა დღისით 28, ღამით კი 14 გრადუსი იქნება. დედაქალაქ თბილისში ღამით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. დაუბერავს სამხრეთის მიმართულების ქარი 13 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა დღისით 29 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი 14 გრადუსი დაფიქსირდება. ასეთი ამიტკველის ხვალ საქართველოში მე სასიამოვნო საღამოს გისურვებ და ხოლმე გემშვიდობებით.